დილამშვიდობისა მოგესალმებით. დღეს 26 დეკემბერია, პარასკევი, ზუსტად 9-ის ნახევარი და დილის ტალღა თქვენთვის იწყებს მუშაობა სტუდიაში. დღეს მე ანა შამელაძე და დემეტრე ზოიდე თქვენთვის იმუშავებთ მომდევნო 2 საათის განმავლობაში. დილამშვიდობისა ანა მივესალმებით. დილის ტალღას ერთგულ მოყურებელს, მოკლედ ზუსტად 5 დღე დარჩა ახალ წლამდე და შემოვიჯებს 2026 წელი. ცეცხლოვანი ცხელის წელი გველოდება მოკლედ მომდევნო წელს. ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემებს აუცილებლად ვისაუბრებთ გადაცემაში, ხოლო მანამ ნახოთ ანონსი თუ რას ნახავთ დღევანდელ გადაცემაში. ნახოთ. 26 დეკემბრის დილის ტალღა დაიწყეთ უგემრიელესი სალათით, ჭარხლითა და სიმინდის მარცვლებით. ის თქვენ საახალწლოს უფრასაც დაამშვენებს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ რეცეპტის ჩანიშვნა. სამზარეულოში ფუსფუსის დროს ცოტა ჰოლივუდური ჭორებიც გავიგოთ, როდის იხილავენ გულშემატკივრები ზენდაიასა და რობერტ პატინსონს დიდ ეკრანზე ერთად და რა თანხა გაიღო ტეილორ სვიფტმა საშობაო ქველმოქმედებისთვის ვებ სიახლეებში. ჯიჯისთან ერთად კი შევაჯამოთ აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის სპორტული წელი. გადაცემის მეორე ნაწილში დილის ტალღის სინოპტიკოს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ, როგორი იქნება 2025 წლის დეკემბრის ბოლო შაბათი-კვირა. პარასკევის ეს წვიმიანი დღე გავილამაზოთ არაჩვეულებრივი მუსიკალური ჰანგებით. სტუდიაში დავით ევგენიძესთან ერთად დავბრუნდებით. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ ხორბლის სამშობლოცაა. უძველესი ხორბლის სახეობების მახას და ზანდურის შემადგენლობა დედის რძის შემადგენლობის იდენტურია. მისი გავრცელების არეალი ლეჩხუმია, სადაც საქართველოში გავრცელებული 5 ენდემური სახეობიდან 4 სწორედ ლეჩხუმში მოჰყავთ. რუბრიკაში ძველებური ამბები გავიხსენოთ 77 წლის ალექსანდრე მახარაძე და 74 წლის გუგული დუმბაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურიდან, რომლებმაც 30 წლის მიტოვებული სახლი საკუთარი ხელებით აღადგინეს. გადაცემის მესამე ნაწილში ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა ხორცეულით, ფხალეულითა და ტკბილეულითაა გამრჩეული. გაშლილ სუფრაზე დიდი ხნის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე აწყვია სხვადასხვა კერძები, რომელთა მიღებაც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს თქვენი ოჯახის წევრებისა და სტუმრების ჯანმრთელობას. როგორ შევინახოთ საახალწლო კერძები სწორად, გვირჩევს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოკლედ მოიმარჯვეთ ჩაი ან ყავა, თუ სამზარეულოში ხართ და უკვე წინასწარ ფუსფუსებს მოვიმარჯვე დემეტრე. შენ გირგოს ანა? შენთვის არ გვაქვს. არა, მე არ მიყვარს ტიგრით ყავა, გამონაკის შემთხვევაში. მოდის მე არ გიყვარს ისე გამბავი ძალიან მაინტერესებს. მიყვარს, მაგრამ ესე მაგრამ აღარ მიყვარს. სვამ ვერც ჭამ და მხოლოდ მე მიყვარს ვიცი, შენ დილის კბილებს პირდაპირ. უხილდები, კი, ესეც არის ერთ-ერთი საიდუმლო არის ეს, კი. მოკლედ სანამ სახლიდან გარეთ გავა ჩვენი მაყურებელი თუ აპირებს რა თქმა უნდა გასვლას, უნდა გავიგოთ თუ როგორია ამინდი შენიშნება სრულიად საქართველოში 26 დეკემბერს პარასკევს დღეს. ამას ჩემი თანაწამყვანი ანა შამილაძე გაგვაცნობს. ამინდი დილის ტალღის ეთერში. დღეს ბათუმში 9 გრადუსის სითბო იქნება დღეს მაქსიმალური ტემპერატურა და ნალექს აჩვენებს წვიმის სახით. ხობულეთში 9 გრადუსის სითბო, ქედაში 6, შუახევში 4 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ხულოში 1 გრადუსიან ავარაუდები, გოდერძის უღელტეხილზე კი -2 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. ოზურგეთში 8 გრადუსის სითბო, ურეკში 10, ლანჩხუთში 8, ჩოხატაურში 7 და ბახმაროში -2 გრადუსი სითბო იქნება დღის მინიმალური ტემპერატურა, ასე ვთქვათ. ფოთსა და ანაკლიაში 10 გრადუსამდე გათბება ჰაერი, სოხუმსა და ზუგდიდშიც 10 გრადუსი სითბოა ნავარაუდები. კოპიტნარსა და ქუთაისში 9 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა, საირმეში 3 გრადუსია ნავარაუდები. მესტია 2 გრადუსი, ბორჯომში 4 გრადუსია ნავარაუდები, ბაკურიანში 3 გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა, აბასთუმანში კი -1 გრადუსი იქნება. ახალციხესა და გორში 5 გრადუსი სითბოა დღის მაქსიმალური ტემპერატურა, ცხინვალსა და თელავში კი +3 გრადუსია.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს 4 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა და თბილისშიც წვიმას აჩვენებს. ნალექის სახით უფრო დეტალურად კობა ფარტენაძე ისაუბრებს და უფრო ზუსტად თუ როგორი ამინდი გვექნება დღეს და უქმეებზეც. ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და ეხლა დილის ტალღის ეთერში დღის კურსის დრო მოვიდა, უნდა შევხედოთ კრიპტო სამყაროში, ასევე გავიგოთ 26 დეკემბრის ვალუტის ოფიციალური კურსი, მცირე ბიზნეს მიმოხილვა ჩვენს ეთერში. 26 დეკემბრის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 79 თეთრი ღირს დღევანდელი მონაცემებით. 1 ევროს 3 ლარად და 18 თეთრად შეიძენთ. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 64 თეთრი ეღირება, ხოლო თურქული ლირა 6 თეთრი. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, 1 ბიტკოინის ღირებულება 233,594 ლარს შეადგენს დღევანდელი მონაცემებით. 26 დეკემბერს 1 ეთერიუმს 7873 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი დღეს 2250 ლარი ეღირება. აქვე გადავალოთ თვალი ოქროს ფასს და გეტყვით, რომ დღეს 1 გრამ ოქროს 362 ლარად და 79 თეთრად შეიძენთ დღევანდელი მონაცემებით. ინვესტორთა შორის გლობალურად პოპულარული დღესდღეობით არის Apple-ის, AMD-ის, Google-ის, Meta-s და Amazon-ის აქციები. Apple-ის აქციების ფასმა მოიმატა 0.44%-ით და დღეს 722 ლარად და 11 თეთრად შეიძენთ. AMD-ის ფასი კი 578 ლარია 26 დეკემბრის მონაცემებით. Google-ის აქციების ფასი 825 ლარი და 59 თეთრია. Meta-s ფასი დღეის ჩათვლით 1787 ლარი და 24 თეთრია, ხოლო Amazon-ის აქციების ფასი 597 ლარს და 40 თეთრს შეადგენს. ახლა კი დრო მინდა დაუთმო საწვავის ფასს და გადავხედოთ ერთად. დღეს სუპერი 2 ლარი და 99 თეთრი ეღირება, პრემიუმი 2 ლარი და 79 თეთრი, რეგულარი 2 ლარი და 59 თეთრი, დიზელი 2 ლარი და 59 თეთრი, ევრო დიზელი კი 2 ლარი და 69 თეთრი. დავიწყოთ დილა ახალი ციფრებით. ასეთი იყო მცირე ბიზნეს მიმოხილვა დილის ტალღის ეთერში. ჩვენ კი საინტერესო და მნიშვნელოვანი თემით უნდა გავაგზავნოთ დილის ტალღის ეთერი. ტრადიციულად ყოველ პარასკევს გიგა ჯიჯავაძე გვერდება სპორტული სიახლეებით, ამჯერად სტუმართან ერთად საინტერესოა რა თემაში არჩია დღევანდელი რუბრიკისთვის. ჯიჯი, დილამშვიდობისა პირდაპირ ეთერში ხარ. დილამშვიდობისა ჯიჯი. დილამშვიდობისა დემიანა, წარმატებულ დღეს გისურვებთ. კი, საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. წლის ბოლოა და უკვე ტრადიციულად დეკემბერში სპორტული ფედერაციების წლის ანგარიშს უსმენთ, ასე რომ დღევანდელი გადაცემაც არ იქნება გამონაკლისი დილის ტალღაში რამდენიმე წამში სპორტის დროა. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვიწყებთ სპორტზე საუბარს და როგორც უკვე თქვი დავნიშნე, დღევანდელი გადაცემა დაეთმობა კონტაქტურ კარატეს და ვისაუბრებთ კონტაქტური კარატის ფედერაციის წლის ანგარიშზე, რა იყო მნიშვნელოვანი 2025 წელს და რა იგეგმება 2026 წელს. მოკლედ ამაზე სასაუბროთ ჩვენთან სტუმრად არის აჭარის კონტაქტური კარატის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცინცაძე. ლევან, დილამშვიდობისა, მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ერთად ხარ. ძალიან წარმატებული და კარგი წელი იყო კონტაქტური კარატისთვის. ბევრი მიღწევა, ბევრი მედალი, არაერთი აღიარება შენიც, შენი მოსწავლეების და მოკლედ რო გითხრა, რითი იყო გამორჩეული შენთვის პირადად 2025 წელი. მოგესალმებით. მადლობა კიდევ ერთხელ იმ შანსისთვის, რომ ეს წლის ბოლოს მომეცა შესაძლებლობა და თქვენთან სტუდიაში ყოფილიყავი სტუმარი და მინდა ვისარგებლო შემთხვევით მოგილოცოთ ამდენი ახალი წელი თქვენს მაყურებელს ძალიან გუნდს და მადლობა თითოეული ესე რომ თქვა თითოეული გაშუქებისთვის, ინფორმაციისთვის, რომ მიგავთ თქვენ ძალიან ოპერატიულად სწრაფად, ეს ძალიან დიდი საქმეა და მადლობა თქვენ ამისათვის. ამ წარმატებებში თქვენც წვლილი მიგიწვით და კიდევ ერთხელ მადლობა ამისათვის. რაც შეეხება წელს, ძალიან მნიშვნელოვანი წელი ქონდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ როდესაც წლის ბოლოს დავგეგმეთ კალენდარი, მაქსიმალურად გავწერეთ ისე, რომ ყოველთვის ღონისძიებები ყოფილიყო.
ყველა ასაკს რო შეხებოდა ეს ღონისძიება, არა მხოლოდ უფროს ასაკს, არამედ დამწყებებს, ახალბედებს, უკვე გამოცდილ ძლიერ სპორტსმენებს, ახალგაზრდებს და მაქსიმალურად მოვიცავით მთლიანი კონტაქტური კარატეში თუ კი ვინმე რაღაცა საქმეს აკეთებს, ყველა რო ჩართული ყოფილიყოს. შესაბამისად გაამართლა ამ გეგმამ, ისე რომ ვთქვათ და ძალიან წარმატებულად დავასრულეთ მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ღონისძიება გვქონდა, ჩვენ გვქონდა 13 ღონისძიება ოფიციალურად, ამ 13 ღონისძიებაში 9 მხოლოდ გასვლა იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ და ვფიქრობ ეს საკმაოდ დიდი ციფრია იმისათვის, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე მინიმუმ 5-დან სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას. იყოს მაგალითად ჩეხეთში და რამოდენიმე ქვეყანაში დაახლოებით 35-40 სპორტსმენამდე გავიყვანეთ. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დიდებში ძალიან კარგი გუნდი გვყავს უკვე და ძლიერი გუნდია, ჩვენ არ მხოლოდ დიდებზე არ ვაკეთებთ აქცენტებს და ვფიქრობ პარალელურად ახალგაზრდებზე და ჭაბუკებზე, უმცროს ჭაბუკებზე ვიფიქროთ, რადგან თაობათა ცვლა, როდესაც იქნება, ყოველთვის ვიმეორებოთ ძლიერი გუნდით შევხვდეთ აი ამ ცვლილებებს. შესაბამისად, ყველა ის ღონისძიება, რომელიც იყო იტალიაში თუ სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო ტურნირები, ავსტრიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, ყველა ახალგაზრდამ სადაც მონაწილეობა მიიღო, საკმაოდ დიდი გამოცდილება დაიგროვეს და მე იმედი მაქვს, რომ წლების შემდეგ ეს თავისად თქმას იტყვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი, რომელიც 2025 წელს იყო, რომელი იყო, რომელსაც გამოარჩევდი, მნიშვნელობით მედლების რაოდენობით, აი რომელი იყო კონტაქტური კარატეისთვის, აი ყველაზე კარგი შედეგი დასრულებული. იქედან გამომდინარე, რომ კონტაქტური კარატეში გაერთიანებულია ყველა კონტაქტური მოასპარეზე კარატეს სახეობები, არის ცოტა განსხვავებული წესები სხვა სახეობებისგან განსხვავებით და მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ იმართება. წელს იყო მსოფლიო ჩემპიონატის წელი, რომელიც ტოკიოში გაიმართა იაპონიაში და სამწუხაროდ მხოლოდ მესამე ადგილს დავჯერდით უფროს ასაკში, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესამე ადგილი იყო, რადგან 4 წელიწადში ერთხელ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, მოგეხსენებათ როგორი მნიშვნელობა აქვს ამას და პლუს ამას ყველაზე დიდი მნიშვნელობა და ხაზგასასმელია, რომ ლიცენზიების მოპოვება აქ ძალიან რთულია. თუ ბოლო წლის ევროპის ჩემპიონი ან მეორე ადგილოსანი არ ხარ, ლიცენზიას ვერ იღებ. შესაბამისად ძალიან რთულია აქ მოხვედრა და ჩეული სპორტსმენები ხდები. საქართველოს იყო ძალიან კარგი შემადგენლობით, თუმცა ესე მოხდა, რომ მხოლოდ მესამე ადგილს დავჯერდით, თუმცა ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან კარგი შედეგი იყო, რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატი იყო ესევე ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მოგეხსენებათ, რომ წინა წელს ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე შევძელით და 4 ოქროს მედალი მოვიპოვეთ ბიჭებში და 1 გოგონებში, ეს იყო უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის და ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, არც ერთ ევროპულ ქვეყანას არადროს არ გაუკეთებია, რომ 5 წონიდან 4 მოიგო. ეს პირველი შემთხვევა იყო. მეხუთე წონაც მხოლოდ ფინალი დავთმეთ ჩვენ. შემდეგ იყო ამაზე ლაპარაკი, რომ ეს იყო რაღაცა ან გამართლების მიზეზი ან რაღაცა ხო, აი ძალიან წარმოუდგენელი რაღაცა იყო, თუმცა მე როგორც ეროვნული ნაკრების თავარ მწვრთნელს, მე უბრალოდ გეგმა მქონდა შესასრულებელი და მიზანი იყო ჩემი, რომ აი ეს რაც გავაკეთეთ, მაქსიმალურად ნაკლების შედეგი არ უნდა დაგვედო და ძალიან ბევრი ძალისხმევა წლის განმავლობაში, წლის დასაწყისიდან ძალიან დიდი ღონისძიებების, სწორად დაგეგმილი ესე ვიტყოდი, რადგან შედეგი გამოიღო და სხვადასხვა ქვეყნებში შეკრებები გავიარეთ უძლიერეს გუნდებთან ერთად და პირადი შეხვედრები ძალიან ბევრი ჩაატარეს სპორტსმენებმა. შევძელით და წელს ევროპის ჩემპიონატი, რომელიც უნგრეთში გაიმართა დებრეცენში და ისევ 4 ადამიანმა, რომელიც ევროპა წინა წელს მოიგო კაცებში, 4-მ გაიმეორა. ამას დაემატა 2 ევროპის პრიზიორი დიდებში უკვე, რომელსაც აქამდე არ ქონდა მოპოვებული ერთ-ერთს და ახალგაზრდებშიც საკმაოდ დიდი შედეგი დავდებით. ახალგაზრდებში 4 ადამიანი ყავდა, რომელიც მონაწილეობდა და აქედან 2-მა ოქროს მედალი მოიპოვა და 1 მეორე ადგილზე გავიდა, მხოლოდ 1 ადამიანმა დამარცხა. კი ბატონო, როდესაც ესეთ შედეგებზე საუბრობთ, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ადგილები, სახელმწიფოს მხრიდან რამდენად გაიზარდა მხარდაჭერა, როდესაც შედეგი იდება, ყოველთვის რა თქმა უნდა, უფრო მეტია ყურადღება ამ მიმართულებით თუ შეიცვალა რამე, აფინანსებები და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით მინდა ვთქვა, რომ მადლობის მეტი ჩვენ არაფერი არ გვეთქვის, რადგან ყველა ის ღონისძიება, რომელიც არის რაზეც მე ხა გესაუბრებით, ყველაფერი არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ეროვნული ფედერაციის და ადგილობრივი აჭარის ფედერაციის, შესაბამისად აჭარის და ეროვნული ფედერაცია სპორტის დეპარტამენტები და სამინისტროები აფინანსებენ, ხო და ამიტომ მადლობელები ვართ, ყოველ წელს იცვლება კარგისკენ იმ კუთხით, რომ გვემატება ბიუჯეტი, შესაბამისად უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა მინდა აღვნიშნო ერთი რამე, როდესაც ჩვენ ვიწყებდით ნოლიდან,
რაღაცა ბიუჯეტი საკმარისი იყო ხდებით, იმიტომ რომ არ იყო ჯერ ისეთი გამოკვეთილი სპორტსმენი, ვისაც მასშტაბები გაიზარდა. რადგან ეხა დარბაზში, მხოლოდ ერთ დარბაზში 5 ევროპის ჩემპიონი რო ყავს, რა თქმა უნდა, მასშტაბები გაიზარდა, მოთხოვნილებებიც მეტია და უფრო მეტის ისიც გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თანმიმდევრულად და დაბალანსებით ჩვენ ყველაფერს ვახერხებთ, რადგან ეროვნული ფედერაცია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ეროვნული ნაკრების წევრებს, შესაბამისად ყველა ის დანარჩენი ბიუჯეტი, რაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, აჭარის ფედერაციიდან არის, ვცდილობთ მაქსიმალურად ახალგაზრდა თაობის განვითარებაში ჩავდგათ და როგორც გითხარით, აი ჯაჭვისებური მუშაობა მიდის და უკვე ჩვენ გვემატება და გვემატება. წლიდან წლამდე ბევრი ევროპის ჩემპიონი გვემატება. ახალგაზრდები ახსენე და შეიძლება არ გითხო, გაიზარდა თუ არა კონტაქტური კარატეთ დაინტერესებული უფრო პატარა თაობა, რომელიც ეხა იწყებს პირველ ნაბიჯებს დგამს, რამდენად კარგი იყო 2025 წელი კონტაქტური კარატისთვის აი ამ მიმართულებით ახალგაზრდები რამდენად ჩაერთო სპორტში. კი, გახსოვთ, თორსა წინაზე ვიყავით თქვენთან სტუმრად, წინა წელს ჩველაპარაკობდით, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებმაც უკვე ჩემპიონობა მოიპოვეს, ჩვენ დავიწყეთ მათთან უკვე მუშაობა, როგორც არა მხოლოდ სპორტსმენის კუთხით, ჩვენ შევეცადეთ, რომ ისინი უკვე კარგ მწვრთნელებად ჩამოგვეყალიბებენ და საკმაოდ კარგად გამოსდით მათ ეს, უკვე მათ პირადად ყავთ დაახლოებით 200-მდე სპორტსმენი, მხოლოდ იმ სპორტსმენებს 4 სპორტსმენს, რომელიც არიან უკვე ეროვნული ნაკრების წევრი და ევროპის ჩემპიონები და პრიზერები, როგორც ვილაპარაკეთ. შესაბამისად, მათ უკვე ყველას თავისი 20-30 კაცი ყავს და ეს უკვე იმაზე ლაპარაკობს, რომ უკვე გუნდი იზრდება. გარდა ამისა, არიან სხვადასხვა ლოკაციაზე მწვრთნელები ჩვენი, რომლებიც უკვე არიან დიდი ხნის მწვრთნელები, მათ რა თქმა უნდა სპორტსმენები ყავთ. მხოლოდ ჩემ დარბაზში დაახლოებით 100 სპორტსმენს ყოველდღე 100 ბავშვს მე თვითონ ვავარჩევ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ესე რომ ვთქვა დღეებში. შესაბამისად, გაზრდილია ეს მოთხოვნა და მე იმედი მაქვს, რომ წლების შემდეგ უფრო მეტი იქნება, რადგან უკვე დაემატა იმ 4-5 სპორტსმენს, რომლებმაც ახალგაზრდებში მწვრთნელობა დაიწყო, უკვე მომავალ წელს ჩვენ უკვე დაახლოებით 3-4 სპორტსმენი კიდე დაგვიმატება, რომლებმაც უკვე 19 წელს მიუახლოვდნენ და 20 წლის ხდებიან და ისინი უკვე დაგვეხმარება ჩვენ როგორც მწვრთნელები და უკვე ინდივიდუალურად თავიანთ დარბაზებში უკვე დაიწყებენ და ვფიქრობ ეს კიდე უფრო გაზრდის ამ რაოდენობას. გასაგებია, ვიცი რომ კიდევ ერთი სიახლე გააქვს, ეს არის MMA-ის ახალი ფედერაცია, რომელიც შეიქმნა, თუ სწორად ვამბობ, მინდა შენგან უფრო მეტი ინფორმაცია მივიღო, ამ მიმართულებით რა არის სიახლე, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაცა სიახლე არის. დიახ, აჭარის საბრძოლო ესე რომ ვთქვათ, შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია დაარსდა, რომელიც არის MMA, როგორც ვთქვით და აჭარას საკმაოდ ძლიერი გუნდი ყავს. შეიძლება ითქვას ალბათ დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი არის, ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში, ძალიან წარმატებული და ბევრი ქამრის პრობლემები არიან აჭარის სპორტსმენები და მე იმედი მაქვს, რომ ეს კიდევ ერთხელ მათ შანსს მიცემს, რადგან როდესაც უკვე სახელმწიფოსთან თანამშრომლობა გიწევს, ძალიან დიდი მხარდაჭერა ეროვნული ფედერაციისგან არის, ძალიან დიდი ყურადღება გამოჩენილი პირადად ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თხოვნით მოხდა ის და ასევე აჭარის ფედერაციის, აჭარის დეპარტამენტის და სამინისტროს თხოვნით, რომ მომხდარიყო ეს ფედერაცია უკვე შექმნილიყო, დაარსებულიყო, მოიპოვებინა მას აღიარება და სპორტსმენებს მიცემოდა ჩანსი, რომ ისევე როგორც სხვა სპორტის სახეობის სპორტსმენები, მათაც გაეზიარებინათ ეს წარმატება და მოხდა ესეც, დაარსდა ფედერაცია. ძალიან ძლიერი გუნდი არის შექმნილი ფედერაციის, ესე რომ ვთქვათ, დამფუძნებელების, ასევე სპორტსმენები, როგორც გითხარით, ძალიან ძლიერი სპორტსმენები ყავთ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ეს დღეები 4-5 დღის განმავლობაში ტარდებოდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი აი ამ სახეობაში და აჭარის ნაკრებმა გუნდმა საკმაოდ დიდი შემადგენლობით იყვნენ წარდგენილი და საკმაოდ ბევრ წარმატებებს მიაღწიეს. ძალიან კარგი, მოკლედ პოტენციალი დიდია და მე ვატყობ, რომ 2026-ში არაერთხელ მოგვიწევს MMA-ზე საუბარი და ბოლოს რომ გადაბოლოს კენო წავიდეთ, 2026 წელი დადგება სულ რაღაც 5 დღეში და რა არის გეგმა? არის თუ არა უკვე გაწერილი რა ტურნირებია 2026-ში მნიშვნელოვანი ისეთი, რომელზეც მიიღებს კონტაქტური კარატეს ფედერაციის წარმომადგენლები მონაწილეობას და ზოგადად რა სეოდები 2026-ში? ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2026 წელს ბათუმი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს დიდებსა და 18 წლამდე ახალგაზრდებს შორის. შესაბამისად, ძალიან მაღალ დონეზე უნდა იქნას ჩატარებული ეს ღონისძიება, რადგან დღესდღეობით ჩვენ ხედავთ საქართველოში ყველა ის ღონისძიება, რომელიც იმართება, ყველა ფედერაცია ძალიან მაღალ დონეზე აკეთებს ამ ყველაფერს და საერთაშორისო დონეზე მას ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. ზუსტად აი ამ მიზნით და აი ამ მიზეზის გამო მოხდა ისე, რომ საქართველოს შეძლო და მოიპოვა სტატუსი იმისი, რომ 2026 წელს უმასპინძლოს ბათუმა ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ საორგანიზაციო საკითხები მაღალ დონეზე უნდა იქნას
შეფასებული და ესე ვთქვათ შესრულებული. ამის გარდა უნდა მოხდეს, რომ მაღალი დონის შედეგები უნდა დადოს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რადგანაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც რაღაცა დონეზე აიწევი, შესაბამისად თამაშია, რომ აი შეინარჩუნო, რადგან მოლოდინები მაღალია. შესაბამისად ძალიან გაგვიჭირდება, რთული იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ და წლის დასაწყისიდან ჩვენ ფაქტურად არც შევჩერებულ ვართ, დღემდე ვმუშაობთ, ახალ წელს სპორტსმენები ოჯახებში შეხვდებიან და აი მეორე მესამე დღიდან უკვე გააგრძელებენ მუშაობას. მე შევეცადე, რომ აი ახლა ეს რამოდენიმე დღე გამომეყენებინა უფრო დასვენებისთვის და უკვე 2 იანვრიდან ჩვენ შეუდგებით საქმეს. აქედან გამომდინარე წლის დასაწყისი თებერვალი, იანვრის ბოლოდან უკვე თებერვალი-მარტი დაგეგმილია საერთაშორისო ტურნირები ბარსელონაში, ასევე ყაზახეთის საერთაშორისო შეკრება და ძალიან ბევრი ღონისძიება იქნება, სადაც მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რადგან მაისის თვეში, როცა 9-10 მაისი მოვა, ბათუმში იქნება დიდი ღონისძიება, ესე რომ ვთქვათ, პირველად ისტორიაში კონტაქტურ კარატეს ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი და ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ზუსტად ისეთივე შედეგებით, როგორც აქამდე ეს ბოლო 2 წელი გავაკეთეთ და აქამდე საქართველოს კონტაქტური კარატე ძალიან კარგი გუნდი იყო, თუმცა ეს ბოლო 2 წლის შედეგები მაინც გამოურჩეული იყო და შევეცდები, რომ როგორც მინიმუმ აი ეს რაც გავაკეთეთ, შევინარჩუნოთ. ეს იქნება ყველაზე დიდი რაც ჩვენ გავაკეთოთ. კი ბატონო. მოკლედ, წარმატებები, მადლობა ლევან, რომ არაზოს უარს არ ამბობ გადაცემაში სტუმრობაზე და მადლობა იმ შედეგებისთვის, რომელიც საქართველოსთვის მოგაქვს შენს და შენს სპორტსმენებს. წარმატებები კიდევ ერთხელ და მე იმეც ვიტოვებ, რომ არაერთხელ მომიწევს 2026 წელს შენის დაპატიჟებას გადაცემაში და საუბარი კონტაქტური კარატის წარმატებაზე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის. ლევან ცინცაძე იყო ჩემი სტუმარი, აჭარის კონტაქტური კარატის ფედერაციის პრეზიდენტი. საუბრობდით ამ ფედერაციის წარმატებაზე და ძალიან მიხარია, როდესაც კონტაქტურ კარატეს ეხება საქმე, ყოველთვის მაღალი შედეგების გამოცხადება მიწევს მაყურებლისთვის. მოკლედ ესეთი იყო სპორტული ემები დღეს. მე 2 შაბათამდე გემშვიდობით, ეხლა კი 2 არაჩვეულებრივ ახალგაზრდას უნდა დაუთმო ეთერი და მეც თქვენთან ერთად გავაგრძელო გადაცემის ცქერა. ანა დემე. აუცილებლად გვიყურე ჯიჯი გემშვიდობებით 2 შაბათამდე ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და დრო არის ეხლა შევიხედოთ ინტერნეტში და ვნახოთ თუ რომელი თემებია ყველაზე აქტუალური. ვნახოთ ვებ სიახლეები ჩვენს ეთერში. ნახოთ. შობის წინ ტეილორ სვიფტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის. გლობალურმა სუპერვარსკვლავმა საერთო ჯამში $2 მილიონი შესწირა 2 ორგანიზაციას, მათ შორის Freedom America-ს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში საკვები ბანკების, საკვების გამცემი პუნქტებისა და ადგილობრივი კვების პროგრამების ფართო ქსელს კოორდინირებს. დაადასტურა, რომ Swift-მა ორგანიზაციას $1 მილიონი შესწირა. ორგანიზაციისთვის აღმასრულებელმა დირექტორმა კლერ ბაბინო ფონტენომ განაცხადა, რომ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როცა შიმშილის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. მეორე მილიონი ტეილორ სვიფტმა American Heart Association-ს შესწირა მამის სკოტ სვიფტის პატივსაცემად. როგორც ცნობილია, სვიფტის მამამ წელს გულსის ძარღვთა დაავადების გამო ხუთმაგი კორონარული შუნტირების ოპერაცია გადაიტანა. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნენსი ბრაუნმა თქვა, რომ სვიფტის შემოწირულობა მნიშვნელოვნად სცდება ფინანსურ მხარდაჭერას და საზოგადოებაში გულის ჯანმრთელობაზე ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, გულსის ძარღვთა დაავადებები ამერიკელთა თითქმის ნახევარს ეხება და პრევენცია გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. სვიფტს შემოწირულობებთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ეს ქმედება მისი მრავალწლიანი გულუხვობის გაგრძელებაა. წლების განმავლობაში მომღერალმა მილიონობით $, შესწირა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულებს, განათლების პროგრამებსა და სოციალურ ინიციატივებს. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ბოლო პერიოდში სელენა გომესის გულშემატკივრები აქტიურად წერენ, რომ მომღერლის ხმა იმდენად შეიცვალა, რომ ფაქტობრივად ამოუცნობია. მომღერალმა ამ თემის შესახებ რამდენიმე დღის წინ Instagram Live-ის დროს გულწრფელად ისაუბრა და გულშემატკივრების შეკითხვას უპასუხა. ვფიქრობ, ჩემი მთავარი სათქმელი ის არის, რომ ზოგჯერ რაღაცეები ხდება. უცნაურად ვხდები. ყელი ხანდახან შიგნიდან მიშუპდება. სულ ეს არის, აღნიშნა სელენა გომესმა. მას
მას გულშემატკივრებს ლაივის დროს მადლობა გადაუხადა, მან გულშემატკივრებს ლაივის დროს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ყურადღებას აფასებს. სელენა გომესი საკუთარი დაავადების შესახებ უკვე მრავალი წერია საჯაროდ საუბრობს. მომღერალს ლუპუსის დაავადება აქვს. გომესმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც პერიოდულად მისი გარეგნობა იცვლება, წონაში იმატებს, ან რადიკალურად იკლებს. სელენა მენტალური ჯანმრთელობის შესახებაც გულშემატკივრებს გულწრფელად ესაუბრება და ბევრ თბილ სიტყვასა და გამამხნევებელ კომენტარს იღებს მათგან. ჩემი წონა მუდმივად იცვლება, რადგან გარკვეულ მედიკამენტებს ვიღებდი, ხალხი თითქოს არ ნებდებოდა. მოუთმელად ელოდებოდნენ, როდის იპოვიდნენ რამეს, რაც დამთრგუნავდა. მცხვენოდა, რომ დაავადების გამო წონაში მოვიმატე, განმარტა მომღერალმა 2023 წელს. გარდა ამისა, გომესი დიდი ხანია დედობაზე ღიად საუბრობს. 2024 წელს სექტემბერში მან Vanity Fair-ს განუცხადა, რომ დედობაზე სერიოზულად ფიქრობს. სანამ ჩემს შეყვარებულს გავიცნობდი, 5 წლის განმავლობაში მარტო ვიყავი. თუ რამდენიმე პაემ მას არ ჩავთვლით. სამწუხაროდ თავად შვილის გაჩენა არ შემიძლია. ბევრი სამედიცინო პრობლემა მაქვს, რაც ჩემს და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებს. ეს იყო თემა, რომლის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან ნერვიულობდი. ვიცი, რომ მშობლობისკენ მიმავალი გზა აუცილებლად ისეთი არ იქნება, როგორიც წარმომიდგენია. მე მგონი, რომ ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც ყველასთვის ხდება, მაგრამ ამ მხრივ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვარ. კურთხევად მიმაჩნია, რომ არსებობენ შესანიშნავი ადამიანები, რომლებიც მზად არიან სუროგაციისთვის ან შვილად აყვანისთვის, რაც ჩემთვის უზარმაზარი შესაძლებლობა გახდება. ვისაც დედობა სურს, სხვა გზებიც არსებობს. მეც ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვარ. აღფრთოვანებული ვარ თუ როგორი იქნება ეს მოგზაურობა, მაგრამ ცოტა განსხვავებულად გამოიყურება. საბოლოო ჯამში არ ვღელავ. ის ჩემი შვილი იქნება, თქვა სელენა გომეს. და ბოლოს ზენდაიასა და რობერტს პატისონს მალე დიდ ეკრანზე ვიხილავთ. მსახიობები ფილმში დრამა ერთიანდებიან. სცენარის ავტორი და რეჟისორი კრისტოფერ ბორგლი ფილმს კი A24 იღებს. სცენარის მიხედვით ფილმში ზენდაიასა და რობერტ პატინსონის გმირები ახალი დანიშნულები არიან და ქორწილისთვის ემზადებიან. ზენდაია და რობერტ პატინსონი ემა ჰარვუდისა და ჩარლი ტომპსონის როლებს შეასრულებენ. ემა ლუიზიანას შტატის ქალაქ ბატონ-რუჟიდანაა, მისი მამა სამხედრო ვეტერანია, გოგონა ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლობდა და ინგლისურ ენაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. სიუჟეტის მიხედვით ემა მიშენბუქში მუშაობს. ჯერ კიდევ გასარკვევია ეს წიგნის მაღაზია იქნება თუ გამომცემლობა. ჩარლი კი ლონდონიდან და ხელოვნების ისტორიის დოქტორის ხარისხი ტაფსის უნივერსიტეტში მიიღო. მამაკაცი კემბრიჯის ხელოვნების მუზეუმის დირექტორია. The Drama კინოთეატრებში 2026 წლის 3 აპრილს გამოვა. ოფიციალური ტრეილერი კი 2025 წლის დეკემბერში გამოვიდა. კლიპში ნაჩვენებია, რომ ემა, ანუ ზენდაია და ჩარლი, ანუ პატინსონი უხერხულად უმკლავდებიან ქორწილის წინა ფოტოსესიას, მაგრამ კადრებში ისიც აშკარად ჩანს, რომ ამ ისტორიას ბედნიერი და ჰარმონიული დასასრული ნამდვილად არ უწერია. მოკლედ, ესეთი ახალი ფილმის მოლოდინშია კინომოყვარულები და სიახლეების ბოლო ინფორმაცია გახდათ ეს. ზენდაია მე განსაკუთრებულად მიყვარს, განსაკუთრებულად გულშემატკივრობ და 2026-ში გამოვა, როგორც მივხვდი ეს. კი, აპრილში. მადლობა, ანა, ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ ახლა გადაცემა და თბილისის დროით ზუსტად 10 საათი სრულდება, უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ პირდაპირ ეთერში ჩვენი კოლეგა სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება. სულხან, დილომშვიდობის. მოგესალმებით, დემე, ანა, მივესალმები, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ მაყურებელს. 9 საათია თბილისის დროით და ახალი ამბების დროა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და კავის შესაბამისი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. ახალაია დაკავებულია 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიცხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში. გამოძიების თანახმად 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. განმარტეს, რომ ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ მის მეუღლეს ანნა ნადარეიშვილთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ, თუმცა თანამონაწილეობაზე გამოძიება გაგრძელდება.
4 ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა შენახვის ფაქტს, რომელშიც იმხილება ბრალდებული ბექა ჭულუხაძე. ხოლო გამოძიება მუშაობს როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმესთან, ასევე დანაშაულში პაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილის და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე. საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ჩვენ შევძველით უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით, ინტერნეტ ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვიდგინა ორ პირს შორის მობილური ტელეფონების ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით შემდგარი სატელეფონო ინტერნეტ კავშირი. 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების აც უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან მათი ინტერნეტ აპლიკაციებისა და ანა ნადარეიშვილის IP, ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული Wi-Fi-ის მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული 2025 წლის 28 სექტემბრის 21 საათიდან მათ დაკავებამდე შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტ კომუნიკაცია. 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომური აცხადებს, რომ პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გიორგი გახარიასთვის ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ დაზარალებულად ხელახლა ცნობენ. ცნობისთვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს გახარიას საქართველოსთვის თავმჯდომარეს გიორგი გახარიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება მაგნოლია 2025. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები. დაჯილდოების პროცესში გაირკვა, თუ რომელი განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ სააგენტოსა და გიდს ჰქონდა ტურისტების მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. გამარჯვებულები სულ 10 ნომინაციაში გამოვლინდნენ. მაგნოლია 2025-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ასევე დაჯილდოვდნენ წარმომადგენლები ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მათ მადლობის სიგელები გადაეცათ. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით 2015 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანია ტურისტული სექტორის ახალისება, ხარისხიანი სერვისის ხელშეწყობა და რეგიონში ტურიზმის სტანდარტების გაუმჯობესება. გავიმარჯვეთ და ჩვენთვის ეს ყოველთვის არის სტიმული, რადგანაც შემდეგ წელს უფრო და უფრო მეტი სურვილი გვაქვს, უფრო და უფრო მეტი შრომა ჩავდოთ ჩვენ საქმეში, რადგანაც ჩვენთან მოსულ სტუმრებს უფრო მეტი სიამოვნება და მივაწოდოთ ინფორმაცია ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით. მაგნოლია ტურიზმის დაჯილდოება არის რეგიონში საუკეთესო სერვისების გამოვლენის ღონისძიება, რომლის მთავარი კრიტერიუმებიც არის გამოკითხვები, რომელიც ტარდება როგორც ტურისტებში, ასევე რა თქმა უნდა მომხმარებლებში, ტურიზმის სექტორში და წლის ბოლოს ჩვენ ვაჯამებთ ღონისძიებით მიმდინარე წლის შედეგებს. უნდა ითქვას, რომ გამოვლინდა 10 საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი აჭარაში, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი მადლობა ვუთხარით იმ გაწეული საქმისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გასწიეს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც ყოველდღიური შრომით ვიზიტორებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის, ჩვენი რეგიონი გახადეთ განსაკუთრებული და გამორჩეული და მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადავიხადოთ. მინდა მადლობა გადავხადოთ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, დღევანდელი კარგად ორგანიზებული მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის და თვითონ მონაწილეს ხარისხზე და სტუმართ მასპინძლობაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის. რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვას უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ, ამის შესახებ კომერსანტი წერს. როგორც გამოცემაში აღნიშნულ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ბიზნესის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა. კომერსანტის ცნობით ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უკრაინასთან სამშვიდობო გეგმის მოლაპარაკებებზე ისაუბრა. როგორც გამოცემა წერს, პუტინმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მაინინგის ორგანიზებით. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით მხარეები უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხსაც განიხილავენ.
პირველი საშობაო მიმართვის დროს რომის პაპმა ლეო მე-14 მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას მოძებნონ გამბედაობა და გამართონ პირდაპირი მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად. წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული საშობაო მიმართვის მოსასმენად დაახლოებით 26,000 ადამიანი იყო შეკრებილი. პონტიფიკოსმა მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების დასრულებისკენ მოწოდება გააკეთა და აღნიშნა, რომ მშვიდობა საერთო პასუხისმგებლობაა. ამასთან რომის პაპმა ლეო მე-14-მ დაგმო არეულობა და კონფლიქტები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში, მათ შორის ტაილანდსა და კამბოჯაში მიმდინარეობს. პონტიფიკოსმა საშობაო მიმართვისას ლიბანს, პალესტინას, ისრაელსა და სირიას სამართლიანობა, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი არსიანი გუშინ მაყურებლის წინაშე საანგარიშო კონცერტით წარსდგა. წლის შემაჯამებელ კონცერტზე 21 ნომერი შესრულდა, მათ შორის როგორც საცეკვაო, ასევე სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები. საათნახევრიან პროგრამას მაყურებლის დადებითი ოვაციები და შეფასება მოჰყვა. ანსამბლ არსიანის რიგებში რამდენიმე ახალი მოცეკვავეა. საანგარიშო შემაჯამებელ კონცერტს არსიანი ტრადიციულად ყოველწლიურად მართავს. ყოველწლიურად ვატარებთ საანგარიშო კონცერტს, ერთგვარი ჩაბარება ანგარიშის, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, ჩვენი ქალაქის წინაშე, წარმატებით ჩაიარა დღევანდელმა კონცერტმა. თან ამ ყველაფერთან ერთად ყველაზე მთავარი ის არის, რომ 7-8 მოცეკვავე დაახლოებით სულ ახალი მოცეკვავე, ახალი სისხლია არსიანში და რომლებსაც მინდა მიულოცო და ბევრი წარმატება უსურვო მათ. დღეს მთლიანობაში შესრულდა 21 ნომერი, ჩვენ აღვადგინეთ ძველი პროგრამა. დღევანდელმა კონცერტმა ჩაიარა გადასარევად. ჩვენი პროგრამა შედგებოდა საათნახევრისგან, შესრულდა ქართული ნაციონალური სიმღერები და ცეკვები. მაყურებელთ კმაყოფილია და ჩვენც კმაყოფილები ვართ მაყურებლებით. ძალიან მიყვარს ზოგადად ქართული ხალხური ცეკვები, მით უმეტეს არსიანის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. ეს იყო ჩემს ხელთარსებული ბოლო ინფორმაცია, ამ და სხვა სიახლეებით კი პირდაპირ ეთერში ტრადიციულად 10 საათზე დავბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ. დროებით. მადლობა სულხან, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ალღა, სტუდიაში მე დემი ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ახლა კი ვნახოთ გადაცემის მეორე ნაწილის ანონსი და მალე დავბრუნდებით. დილის ტალღის სინოპტიკოს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ, როგორი იქნება 2025 წლის დეკემბრის ბოლო შაბათი კვირა. პარასკევის ეს წვიმიანი დღე გავილამაზოთ არაჩვეულებრივი მუსიკალური ჰანგებით. სტუდიაში დავით ევგენიძესთან ერთად დავბრუნდებით. არ გამოგჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ ხორბლის სამშობლოცაა. უძველესი ხორბლის სახეობების მახას და ზანდურის შემადგენლობა დედის რძის შემადგენლობის იდენტურია. მისი გავრცელების არეალი ლეჩხუმია, სადაც საქართველოში გავრცელებული 5 ენდემური სახეობიდან 4 სწორედ ლეჩხუმში მოჰყავთ. რუბრიკაში ძველებური ამბები გავიხსენოთ 77 წლის ალექსანდრე მახარაძე და 74 წლის გუგული დუმბაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურიდან, რომლებმაც 30 წლის მიტოვებული სახლი საკუთარი ხელებით აღადგინეს. გადაცემის მესამე ნაწილში ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა ხორცეულით, ფხალეულითა და ტკბილეულითაა გამრჩეული. გაშლილ სუფრაზე დიდი ხნის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე აწყვია სხვადასხვა კერძები, რომელთა მიღებაც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს თქვენი ოჯახის წევრებისა და სტუმრების ჯანმრთელობას. როგორ შევინახოთ საახალწლო კერძები სწორად, გვირჩევს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი. დავბრუნდით ეთერში და მოკლედ უნდა გავიგოთ როგორი ამინდი შენარჩუნდება 26 წმები არ მოგწონს თუ რატომ აკვირდა? და ძალიან კარგად გამოვიყურები, მე ვფიქრობ ამინდზე რომ მინდა რომ 31 წუთში გათავდეს, მაგრამ კოლონ არ გათავდება. მე მინდა რომ მზე იყოს 31. თანაც მე მაინც კახეთში ვიქნებდი, იქ უეჭველი მზე იქნება, კი. მოკლედ გავიგოთ, დავაზუსტოთ სუსტი ამინდის პროგნოზი, როგორც აღვნიშნეთ, უთხოვარი ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება, კობა დილამშვიდობისა და რა სილამაზე შვიდობისა. დილამშვიდობის. მივეცამები ყველას, ვინც დილიდან ჩვენთან ერთად არის ამ წინა საახალწლო დღეებში. გისურვებთ ყველას ქონოდეთ საახალწლო განწყობა. ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ხართ მართალი და არც მეორე. დემე შენ ცლები და ანაც ცდება. იმ ხრივ რომ დემე ნატრულობს თოვს
ხო, საშუალო იქნება, თოვლჭყაპი იქნება, მოკლედ. კვირდებით რომ ახალ წლამდე თოვლის ფანტელებს აუცილებლად დაინახავთ, მაგრამ თოვლის ხარისხზე თოვლის ხარისხზე ნამდვილად ვერ ვიქნები პასუხისმგებელი, პროგნოზში ნამდვილად თოვლჭყაპს შევწერთ და კობა ფარტენებზე. მთელი საქართველოს წინაშე. ხო და შევეცდები რომ ფანტელებით მაინც დიდი მადლობა. მართლაც დიდი პასუხისმგებლობა გადატანით იმ მნიშვნელობით, რა თქმა უნდა. ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება, ანუ ციკლონი უფრო ღრმად შემოდის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამიტომაც საახალწლოდ საკმაოდ რთული მეტეო პირობები გვექნება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თოვლჭყაპი იქნება, ფანტელებსაც დავინახავთ, ამავდროულად იქნება 29-30-ში საკმაოდ ძლიერი დასავლეთის მიმართულების ქარი, რაც ზღვაზე შტორმულ სიტუაცია შექმნის და შესაძლებელია ტალღის სიმაღლე 6 ბალს მიაღწიოს, რაც რა თქმა უნდა პრობლემების შექმნელია სანაპიროზე, ამიტომაც წინასწარ გავფრთხილებთ რომ იყავით ფრთხილად, ვინაიდან დღეს არის პარასკევი და ხვალ არ მექნება თქვენთან კონტაქტი, ამიტომაც გაითვალისწინეთ რომ 29-ში საღამოდან საკმაოდ გართულდება ამინდის პირობები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მთიან და მაღალმთიან ზონაში კი მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი, ამავდროულად შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტისთვის გადაადგილება, ამიტომ თუ მიემგზავრებით საახალწლო თვეში 28-ში იდეალური პირობებია იმისთვის, რომ იმგზავროთ და პრობლემები არ შეგექმნათ. რაც შეეხება დღევანდელი დღის პროგნოზს, დღეს ბათუმში ამ წუთას 8 გრადუსია, დღის განმავლობაში მხოლოდ 9 გრადუსი იქნება და ამავდროულად გაწვიმდება. ჯერჯერობით არა, მაგრამ შუა დღის შემდეგ აუცილებლად იწვიმებს. ქობულეთში 9 გრადუსი იქნება ასევე, ქედაში 6, შუახევში 4 და წვიმა. ხულოში თოვლი დღის მეორე ნახევრიდან +1 გრადუსი, გოდერძის უღელტეხილზე თოვლი -2 გრადუსი. ოზურგეთში დღის ბოლოს წვიმა 8 გრადუსი, ურეკში ასევე საღამოს წვიმა 10 გრადუსი. ლანჩხუთში +8 grādუსი იქნება დღის ბოლოს წვიმა, ჩოხეტაურში დღის ბოლოს ასევე წვიმა +7 grādუსი დაფიქსირდება. და რაც შეეხება ბახმაროს -2 grādუსი დრო გამოშვებით თოვლი, ფოთიანეკლია სოხუმი დღის ბოლოს წვიმა +10 grādუსი. ზუგდიდში 10 grādუსი იქნება წვიმა, კოპიტნარში ქუთაისში +9 grādუსი მოსალოდნელია დღის ბოლოს წვიმა. საერმაში დღის ბოლოს თოვლი +3 grādუსი, მესტიაში +2 grādუსი თოვლი, ბორჯომში +4 grādუსი თოვლი, ბაკურიანში -3 grādუსი თოვლი, აბასთუმანში თოვლი -1 grādუსი, ახალციხეში უნალექოთ +5 grādუსი. გორში თოვლჭყაპი +5 grādუსი, ახალციხეში +3 grādუსი თოვლი, დედაქალაქში +4 grādუსი იქნება დღის ბოლოს წვიმა, თელავში +3 grādუსი, ასევე მოსალოდნელია დღის ბოლოს წვიმა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოში საკმაოდ რთული მეტეო პირობებია უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პირობების მნიშვნელოვანი გაუარესება, ზღვაზე 6 ბალი შტორმი, დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპი, მთაში და მაღალმთაში თოვლი და ქარბუქი, ასე რომ გაითვალისწინეთ უახლოეს დღეებში ასეთი რთული მეტეო პირობები გვექნება, ნუ წინა საახალწლოდ ერთადერთი ის არის, რომ შევინარჩუნოთ ის განწყობა, ის მშვენიერი დღეები გველოდება, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ბევრი ჩვენთაგანი ვნატრობთ. სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ და კარგია რომ ორშაბათს ისევ შევხვდებით ეთერში. ორშაბათამდე გემშვიდობებით, კობა, მადლობა ძალიან დიდი უთხარი ამინდის პროგნოზისთვის. ჩვენ კი საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ ახლა გადაცემა. კი, საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ, თუმცა სანამ თემაზე დავკონკრეტდები, მაყურებელს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მინდა რომ შევახსენო, ვინც თვალყურს გვადევნებს, ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი კოლეგა მარიამ ჟავანაძე, ასე ვთქვათ, სერიულ სიუჟეტებს აკეთებს. ფილმებს. ხო, რაღაცა მინი ფილმებივით გამოდის, იგი მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ცდილობს, რომ ის განსაკუთრებულობა, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, თავისი ღირსებებით, ტრადიციებით, იდუმალებით და ასე შემდეგ, ყველაფერი ამოიტანოს ზედაპირზე და მაყურებელს გაუზიაროს რაღაცნაირი ფილმის სახით. ხო და სწორედ დღესაც ესეთი დღე გვაქვს, მარიამ მოგვიმზადა არაჩვეულებრივი სიუჟეტი, გავაკეთებ პატარა წარდგენას. ყველამ ვიცით, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, თუმცა დღეს კიდევ
ერთ დიდ აღიარებაზე უნდა მოგიყვეთ, გამარკვიეთ რომელ კამერაში ვიყურო, რომელიც კონკრეტულად ხორბლის უძველეს სახეობებს მახასა და ზანდურს ეხება. იცოდით, რომ მსოფლიოში ყველაზე ძველი ხორბალი სწორედ საქართველოში, კერძოდ კი ლეჩხუმში ხარობს. დღეს გაჩვენებთ სიუჟეტს, სადაც წარსული და მომავალი ერთმანეთს ხვდება. ნახეთ, როგორ იქცა ოქტომბერში დათესლილი მახა და ზანდური იუნესკოს მიერ აღიარებულ მსოფლიო მემკვიდრეობად. თემაზე, რა თქმა უნდა, მარიამ ჟავანაძე მუშაობდა. ენდემური სახეობის მახა და ზანდური. მინდა რომ უფრო მეტი გავიგო ამ ხორბლის შესახებ, იმიტომ რომ თუ კარგად ჩავეძიებით, თუ სიღრმეებში ჩავალთ, ხორბლის ერთ-ერთი უძველესი კერა იყო ლეჩხუმი. იმის გამო რომ მაღალმთიან ლეჩხუმში ითესებოდა ეს ენდემური, ანუ აქაურ კლიმატზე მორგებული ეს ხორბლის იმ კონკრეტული ადგილისთვის და მხარისთვის დამახასიათებელი, ხო? ენდემური ქვია იმ მხარისთვის დამახასიათებელი, რადგან ჩვენთან მაღალი ტენიანობა არის, ყინვა არის, ამიტომ იულად ეგუებოდნენ ამ კლიმატს და დაავადებების მიმართ იყვნენ კიდე გამძლე. და აი სწორედ აქ წარმოდგენილი არის ახლა ქვესახეობრივი ხორბლის, რომელიც არის მახა და აქვე ჩანს ზანდურიც, ჩელტა და გვაწა ზანდური, საიდანაც ცოტა კავიდან გამოყვანა მარცვლით ძალიან ძნელია. ესე იგი გულისხმობთ, რომ აი თავ-თავი რო აქვს, ხო, ამას აქედან უნდა გამოგვეტანა ჩვენ მარცვალი. ანუ ბუდე რომ ვთქვათ, ბუდედან უნდა ამოვიდეს მარცვალი. რომ დაიფქოს და შემდეგ მივიღოთ კოდი, რომ დამზადდეს პური. ეხლა თანამედროვე კულტურული ხორბლებთან ძალიან იულია. კომბაინი ძიოლად ამუშავებს და დამხვეციოლი ხდება. თუმცა აი ეს ჯიში, მახა და ზანდა, საიდანაც იღებს სათავეს პური. ჯიშის ხორბლის თავთავები, საიდანაც იღებს, არის წინასწარმოებელი და საწყისი მახა და ზანდა. შემდეგ სელექციის მეშვეობითაა გამოყვანილი სხვადასხვა ჯიში. ჩვენს ტერიტორიაზე აგრარულმა უნივერსიტეტმა ჩამოიტანა თესლი საცდელად. ყველა სახეობა მოიტანეს. აი 24 სახეობა გვაქვს აქ. ყველა სახეობა მიწაზე ყველამ გაიხარა. ყველამ გაიხარა და ყველამ შედეგი მიიღო წელს ზაფხულზე მოვიდა ეს მოსავალი. ასევე აღვნიშნეთ ჩვენ, რომ ძალიან რთულია გამოვიყვანოთ ხორბლის მარცვალი კავიდან, ანუ აი ამ თავთავიდან. ამას როგორ აკეთებდნენ თქვენი წინაპრები? ჩვენი წინაპრები, ანუ ამასაც ინსტრუმენტი სჭირდება, ანუ ხელსაწყო, რომლითაც ხდებოდა აი ეს არის კევრი, ხის ერთი დიდი ფიცარი, სადაც ჩატნეული არის კაჟისა და რკინის ნაჭრები. ეს რატომ იყო არის და კაჟის ქვებიც არის, ხო? კი, რისთვის იყო ეს? ხელოსანი მიტო ამუშავებდა და ესე მიტო ამზადებდა, რომ როდესაც კალოზე, ანუ პური სადაც ითესება ამას კალო ქვია, პურს როდესაც მომკიდნენ, აი ამას გადმოაპირქვავებდნენ და ხორბლის თავთავებს იულად აცლეს. მხოლოდ თავთავებს და არა კავიდან გამოყო. სადაც ღეროანი მას ბზე ქვია და თავთავები იოლი იყო გლეხოსთვის მოეგროვებინა. და ეს რაზე აი ეს გადმოპირქვავდებოდა როგორც ციგა, ხო? როგორც ციგა. ზემოდან ალბათ სიმძიმე. კი, ან ხალხიც, აი ბავშვებიც ჯდებოდა მამაკაცებიც ჯდებოდნენ ფეხზე და ხარი ან ცხელი ერთ-ერთი რომელიმე გაუძღვებოდა წინ და აი ამაზე უნდა გადაევლო რომ როგორმე ამათ თავები წაეცა. კაი, გამოვაცალკევებ თავები და ეს თავები შემდეგ აი ეს თავები სწორედ აი ეს არის ის ხელსაწყო საცეხველი. ეს სულ ხვის არის სოფელი ზოგიშიდან მოვიტანეთ, თუმცა არსებობს ხისიც. ესიც ყველა ლეჩხუმელის ოჯახში იყო, რადგან პური მოდიოდა, შესაბამისად საჭირო ეს ინსტრუმენტი თუ არ ექნებოდათ, ისე კავიდან ვერ გამოიყვანდნენ. ესე იგი თავთავებს ყრია აქ და უბრალოდ რამდენი ხანი უნდა გააკეთო მოძრაობა, რომ როგორმე გამოიყვანო კავიდან მარცვალი. და შემდეგ გამოუღებული მარცვალი მიქონდათ უკვე წისქვილში, წყლის წისქვილები იქნებოდა რა თქმა უნდა მაშინაც, და ასეთი დულობებით მოძრაობით იფქვებოდა. ჩვენთან ტრადიცია არის ეგეთი, შობის წინა დღეს ექვსში შობახოშვიცია. ექვსში ხდება ჭანტილობა. ხო. ანუ რა ხდება? პურის ლოცვა, ესეთი პურის თავთავებს ესე მოცეხვავდნენ, მოხარშავდნენ და ოჯახის უფროსი შემდეგ ყველა ეზოში რაც ხეუდგას წაусმევდა, რომ აი ბარაკა ყოფილიყო მის ეზოში, აი ბევრი მოესხა, მოსავალი. პურის ეს დალოცვა სწორედ ჩვენთანი ალბათ იმიტომ ხდებოდა, რომ ესეთი უნიკალური ჯიშის თავთავები ითესებოდა. ერთი 7 წლის წინათაც
დაინტერესდა ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე მანოლი ახლებიანი, რომელიც ცხოვრობს ღვირიში სოფელი, ანუ ჩვენ დაბლავად ის უფრო მაღლა. მაღაცა და აი გითხარით კიდეც რომ ცოტა ზღვის დონიდან 700-900 მეტრის უფრო ხარობს ვიდრე ხარობს კარგად და ამიტომ ამ მანდილოსანმაც თავის ეზოში რომ იტყვიან პირველად ცადა და კარგი მოსავალიც მიიღო და შემდეგ გაუღვივდა ეს გრძნობა რომ ტურისტებიც მოიყვან აჩვენონ როგორ ხდება დათესვა მომკა კარგად მივიწყებული ტრადიცია პურისხობის და მოყვანის კერძებიც დააგემოვნებინებს სტუმრებს ხვამლის ძირში არის მთა, რომელსაც მინაწყარო ქვია და აი იქ მოიპოვებოდა ჩემმა მეზობელმა მითხრა მაშინ ყველას თავისი საქმე ქონდა განაწილებული აი 13 და 17 წლამდე ბიჭებს ხო დავალებული ჰქონდათ უნდა წასულიყვნენ მინაწყაროს ხბოს აბგები ხბოს ტყავისგან შეკერილი აბგები ჰქონდათ და იმით უნდა ჩამოეტანათ ვალდებულება ჰქონდათ მათ ასეთი და ვაგროვებდითო იქ და ჩამოქონდა როცა მუშაობს აი შეიძლება იოლად იყრება ეს კაჟები და მთავარი განძი ინახება აქ ბეღელში კი ბატონო თან გაქვთ პირდაპირ ნიმუშები მახას და ზანდურის კეთილი იყოს ჩემი ფეხი ხვავი ბარაქა აი აქაც გავთ ზუსტად აი გამოღებული მარცვალი ხორბლის აი ეს როგორ თვალსაჩინოა შნაკვის ეს ვიცი რა არის ასაღები არქაული ხელსაწყობი ანუ ამით შესაძლებელი იყო მთავების მოცემა აი 20-30 ყანაში როცა იყო აი ეს თავთავები 20-30 თავთავს მოიტნებ და რომ ამოჰკრავ მოდი დაბა დამიჭირებ ქვევით ახლა 20-30 თავთავი აი როცა ვიღებდით პირველად რო ავიღეთ ულამაზესი იყო ჩალაგდება 20-30 თავთავი და მოიკრიფება ასეთი გამოთქმა იყო ძველად რა დაგემართა მახის კრეფა ხომ არა გაქვთ ეტყოდნენ ადამიანს რომელიც აი დაიწუწუნებდა რომ ძალიან მძიმე შრომა ჰქონდა და ურთულესი მდგომარეობაში იყო აი მახის კრეფა ხომ არა გაქვთ რა დაგემართა რატომ არის უნიკალური ხალბატონო მანონი მახა და ზანდური რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და უნიკალური იმიტომ არის რომ აი მისი შემადგენლობა დედის რძის იდენტურია. ადამიანის ორგანიზმთან თავსებადობა აქვს უმაღლესი დონის. ჩვენი ორგანიზმი ხო მილიონობით წლობით ყალიბდებოდა ალბათ რომ თქვა აი საკვებთან მიმართებაში და აი მისი შემადგენლობა იმდენად ახლოს არის რომ აი თავსებადია ჩვენს ორგანიზმთან და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო და გენური ინჟინერისთვის რომ იყენებენ აი ჩაწოლის მიმართ რადიასოკოვანი დაავადებების მიმართ აძლიერებს გენს ახალი ჯიშისას და ფართოდ ამიტომ გამოიყენება. თუმცა ამბობენ იმასაც რომ ნუ ზანდური ხომ შეიძლება მოვიდეს სამეგრელოში გურიაში ყველგან მოდის ყველგან მოდის მაგრამ რატო არის ლეჩხუმში ზოგადად მთიანი კოლხეთისთვის დამახასიათებელი ხორბლებია, მაგრამ ლეჩხუმი როგორც აი თავისი კლიმატური პირობებით, გარკვეულად კიდე ჩაკეტილობით, აი ბოლომდე შეძლო, აი ბოლო წუთამდე შეძლო ლეჩხუმა შეენარჩუნებინა ეს ენდემური სახეობა კოლხური ასლი. აი ეს ხორბალი ლაბორანტმა გოგონამ მოიპოვა ეს ხორბალი ხვამლის მთის ძირში მექვენა არის სოფელი და აი იქ აღმოაჩინა და მან აღწერა ეს ხორბალი მაგრამ ვერ გაბედა სამეცნიერო წრეებში ფართოდ რომ აი კლასიფიკაცია გაეკეთებინა და ეთქვა რომ მან ახალი ენდემური სახეობა აღმოაჩინა ხო და მერე რუსმა მეცნიერმა შეისწავლა და ვინც პირველი გაუკეთებს ამ სამეცნიერო წრეებს მიაწოდებს ამ ახალი აღმოჩენის შესახებ მას აქვს უფლება სახელის მინიჭების და ახლა სამეცნიერო ლიტერატურაში იმ რუსის გვარით არის მოხსენიებული და აი იმ გოგონამ ხვამლიკუ მიუწოდა და ამ ეტაპზე კოლხურ ასის ვეძახით ამ ხორბალს და მომავლისთვის ვნახოთ რა იქნება აი ეს ცხრილები ძღავი და კაკაბა დაკარგულია თითქმის ქართულ მეტყველებაში ეს სიტყვები ჩემმა მეზობელმა მოხუცმა მეზობელმა მითხრა რომ აი ეს უფრო მსხვილ ძღავი და კაკაბა რომლითაც ხორბლის გასაცხრილავა ცხრილი და ხო გაცხრილვა პურის აი პროცესი რო იწყებოდა ნახეთ ყანიდან მოიტანდი მოცეხვავდი მოცეხვის მერე დაფქვავდი დაფქვის მერე აი გობები არის მოცომადი გობებზე შემდეგ აი ეს სპეციფიკური მასალა არის ცაცხვის რომელიც თბოიზოლაციის როლს ასრულებდა გარკვეული სისტემაში ხო აი სითბოს ინარჩუნებდა თავი ჰერმეტულად ეხურებოდა და ხელი იმიტომ ქონდა რომ ჩვენთან თონეები
საცხოვრებელი სახლიდან ეს სამზადიდან მოშორებით იყო, იმიტომ რომ ძირითადად სახლები ზანდურის კოროლით იყო დახურული. და თავისთავად ცეცხლი უნდა მორიდებოდა და ეს გაგიფრათ კიდე აი წიფხა საწყაო ჭურჭელია 1 კილოგრამამდე ჩადიოდა, მხოლოდ ჩვენთვის ლეჩხუმისთვის დამახასიათებელი სხვა კუთხის ხავს არ ჰქონდათ ასეთი ხატოვანი გამოთქმები მაგასთან დაკავშირებით, როგორც წიფხის მათხოვარივით დაიარებიან, აი ეს წიფხა დაიარებაო, რაღაც გაჭირვებასთან ასოცირდებოდა. რაღაც თხოვნასთან წიფხა დაიარება. თითქოს აი ითხოვდი და მე აღარ აბრუნებდი. გასაგებია. მოკლედ, საოცარი ამბავია, ესე იგი ამ ხორბლის შემადგენლობა დედის რძის იდენტურია, წარმოიდგინე. ეს გავიგე მეც ცოტა ერორი ჩვენ სიუჟეტის მეორე ნაწილს ცოტა მოგვიანებით ვნახავთ, ახლა კი რუბრიკის დრო მოვიდა, რომელსაც შენი კერძი ქვია და რომელსაც როგორც წესი ტრადიციულად ქეთა თხილაიშვილი გიმზადებს, ამჯერად სალათი ჭარხლითა და სიმინდის მარცვლებით უნდა მოგვიმზადოს ქეთა. დილომშვიდობის, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი. დღეს გიმზადებთ უმარტივეს და უგემრიელეს და ძალიან ჯანსაღ სალათს, რომელიც გადატვირთული სახსოვსო სუფრისთვის იქნება საოცარი განტვირთვა. ეს სალათი არის ჭარხლის და სიმინდის. დამჭირდება ჭარხალი, რომელიც დავჭერდი წინასწარ პატარა კუბიკებად, ასევე მაქვს კონსერვირებული სიმინდი, მწვანილები, ნიორი, ნიგოზი, ლიმონი, მარილი, შავი პილპილი, ზეითუნის ზეთი. და სულ ეს არის. შეგვიძლია უკვე შევუდგათ ამ სალათის აწყობას. პირველ რიგში დავჭერთ მწვანილები. ესე. გადაიტანეთ ცალკე ჯამში. ჩავჭრიდოთ ახლა 3 ცალი ნიორი. გავჭრათ ახლა შუაში ლიმონი. გადმოვიტანთ ჯამი და ჩავაწოროთ. ნახევარი სრულიად საკმარისია. ჩავასხათ ზეითუნის ზეთი. ეს არის ამ სალათის ბაზა. ახლა ამას კარგად ავურიოთ. ჩავყაროთ ჭარხალი. როგორც უკვე გითხარით, წინასწარ მოვხარშდა კუბიკებადაც დავჭერი. გადავიდა რომ ცოტა სიმინდი. ამასაც ახლა კარგად ავურიოთ. ნახეთ უკვე ლამაზი ფერები აქვს მიღებული. ეს სიმინდიც ახლა ცოტა ხანში ვარდისფერი გახდება. ბევრი მორევის შედეგად. ახლა დავუმატოთ მარილი და შავი პილპილი. კარგად მოურიეთ და ბოლო შტრიხი დავაქუცმაცოთ ცოტა ნიკოს. ესეც არის ნიგოზით დაკუცმაცებულია. გადაგვაქვს სალათში. ჩვენ სალათიც შედგა, უბრალოდ კიდე ერთხელ კარგად ავურევთ. სულ ეს იყო. დავეთანხმებით, რომ ზუსტად 2 წუთში მომზადდა ჩვენი უგემრიელესი და უჯანსაღეთი სალათი. და თქვენი საახალწლო სუფრისთვის თავი იგრძენით სუბუქად. მე კი მომდევნო რუბრიკებზე დაგემშვიდობებით კეთილი სურვილებით. ნახოთ გემრიელად მივთვით.
მოკლედ საახალწლო სუფრასაც მოუხდება ეს უგემრიელესი და უდაოდ ჯანსაღად გამოიყურებოდა თავისი ყველა ინგრედიენტით და სიამოვნებით დავაგემოვნებდი მე პირადად. კი, აი ვინც ვერ მოასწრო, მაგალითად მონიშნა, ჩანიშნა, რომ მოამზადოს საახალწლო სუფრისთვის ესეთი გემრიელი კერძი, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელები, Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი, ქართული ასოებით, საძიებო ველში. ჩაწერეთ დილის ტალღა, იქ ამოვარდება ჩვენი ოფიციალური გვერდი, დაგვაფოლოვეთ, მოგწერეთ. ასევე მკეთას ნებისმიერი კერძი და ინგრედიენტი შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ახალი რეცეპტით, ახალი გემოებით ჩვენ სოციალურ ქსელში და შემდეგ სწრაფად მოამზადოთ სახლში. წინა საახალწლოდ აქტუალურია, ეხლა ყველა ვინც ოჯახშია, ყველა ფიქრობს რა მოამზადოს საინტერესო, გემრიელი და მრავალფეროვანი იყოს 31 დეკემბერს სუფრა და საინტერესოა შენ თუ გაქვს ანა, რაიმე ისეთი სალათი გამორჩეული, რომელიც განსაკუთრებულად გიყვარს 31 დეკემბერს სუფრას. მე ქათმის სალათი დაგასწრებ და ქათმის სალათით ვამზადებ სხვადასხვა პლუს დანამატი ინგრედიენტებით ძალიან გემრიელ სალატს. ჩემი საფირმო სალათია, მათ შორის შედის ჩირი, შავი ქლიავის, ასევე ნიგოზი, დაჭრილი და ბევრი სხვა ინგრედიენტი ყველაფერს არ გაგიმხელთ, სოკოც სხვათა საოცრად გემრიელი. საინტერესო მე პირველად წელს თუ მოვასწრებ ამის მომზადებას არ ვიცი. ვერ დაკვირდები, მაგრამ აუცილებლად უნდა გააკეთო და მოიტანო საზოგადოებაში ეს კერძი. კი ბატონო. ჩვენ კი უკვე დროა შევხვდიანოთ რადიოს პირდაპირ ეთერში ჩვენი კოლეგები ილო შავიშვილი და თეონა ზედანია შემოგვიერთდება რადიო ტალღებით. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. დილმშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. ბათუმის მერიის მიერ რამდენიმე დღის წინ გამართულ ხელოვანთა დაჯილდოების ღონისძიებაზე გამარჯვებულთა შორის ნომინაციაში ხელოვანი ბათუმისთვის დასახელდნენ 11 წლის პიანისტი ანდრია კაპანაძე და მისი პედაგოგი ნატო ორაგველიძე. ანდრიას უკვე კარგად იცნობენ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც არაერთ კონკურსში მონაწილეობდა და ეს ჯილდოც ხელოვანი ბათუმისთვის მისი საოცარი შესრულების, ნიჭის და შრომის მოყვარეობის და წარმატების აღიარება. ნატო ორაგველიძე საუბარს დიდხანს არ გავაგრძელებთ თუ რა დამსახურება აქვს ამ ადამიანს ჩვენი ქალაქისთვის და იმ მომავალი თაობისთვის, რომელსაც ზრდის და მოკლედ მოგესალმებით და მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დღეს ანდრია კაპანაძე და მისი პედაგოგი ნატო ორაგველიძე ჩვენი სტუმრები არიან. გილოცავთ ამ წარმატებას და აღიარებას და მე ვიცი განსაკუთრებულად როგორ გიყვარს ქალბატონ ნატო თქვენ, როცა შენს ქალაქში, შენს ქვეყანაში იღებ ჯილდოს. აუცილებლად და ამის მნიშვნელობაზე გითხარით. უპირველეს ყოვლისა, კვლავ და კვლავ მადლობა მოწვევისთვის და დამდეგშობა ახალწელს გილოცავთ თქვენ და თქვენს ერთგულ მსმენელსა და მაყურებელს. მართლაც განსაკუთრებული იყო 2025 წელი. ჩვენი სკოლისთვის, ქალაქისთვის, საქართველოსთვის ძალიან ბევრი წარმატება, ძალიან ბევრი გამარჯვება. როგორც ჩვენ სკოლაში, ასე მის ფარგლებს გარეთაც და მე ახლა კონკრეტულად რა თქმა უნდა, ჩემს სკოლაზე ვისაუბრებ და დღეს ანდრია არის თქვენი საპატიო სტუმარი და აქვე მინდა თავშევე მადლობა გადავუხადო და მივულოცო სხვა ნომინანტებს და ნომინაციებში გამარჯვებულებს, მათ შორის თქვენთვის კარგად ცნობილ მაგდა მათითაიშვილს, ხელოვანი ბათუმისთვის არაჩვეულებრივ ქალბატონ ვიოლა ფხაკაძეს, არაერთი თაობა გაზარდა და თეორეტიკოსიც არ უნდა დარჩეს შთილში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მერიას, რომ არ დატოვა ეს ქალბატონი უყურადღებოთ და ჩვენი დიდი მაესტრო ბატონი ნოდარ ვარშანიძე, რომელსაც აი მაესტროს ნომინაცია მხოლოდ მას ერგო წილად და ვულოცავ. მოეცდებით ამ მილოცვებს. დიახ. მილოცვებს და კიდევ ძალიან საამაყოა და ფაქტიურად იცით ველოდი, იმიტომ რომ ისეთი გამარჯვება მოუტანა წელს ქალაქს და საქართველოს გოგონათა გუნდმა, რომ ის გახდა საუკეთესო კოლექტივი, წლის კოლექტივი. სრულიად დამსახურებულად ესეც და იმედია რომ სოფლიო საგუნდო კონკურსზეც გავიმარჯვებთ.
ახლა რაც შეეხება ამ სიმპათიურ ახალგაზრდას, რომელიც თქვენს თვალწინ იზრდება და ყალიბდება, როგორც რესპონდენტიც და არა მარტო როგორც მუსიკოსი და პიროვნება და მოდით მან ისაუბროს. ანდრია, მოდი გითხარი ამ ემოციის შესახებ, როცა ეს ჯილდო გადმოგწეს, როცა გამოაცხადეს შენი სახელი და გვარი. პროექტში გიოცავთ დამდეგ ახალ წელს. მადლობა. ეს მე ხელოვანი ბათუმისთვის ჯილდო არის ჩემთვის ძალიან პრესტიჟული და ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან სამაყვა. ვფიქრობ ეს ნატო მასწავლებელი რო არ ყოფილიყო, მე ამ ყველაფერს ვერ შეუძლებდი. და შენი მშობლებიც და გადავხადა ნატო მასწავლებელს ამისათვის. მადლობა, მიღებულია დიდი მადლობა. შენ თავად როგორ შეაფასებდი 2025 წელს? 2025 წელი ძალიან წარმატებული იყო და ძალიან წარმატებულად ჩაიარა და ძალიან განსაკუთრებული იყო. ამ წელს მივიღე 3 გრან-პრი და შევეცდები რომ 2026 წელიც არ იყოს ნაკლები. ყველა ჯილდოს განსაკუთრებული ემოცია ახლავს და განსაკუთრებულად ღირებულია. რომელიმე მათგანი თუ შეგიძლია გამოყავთ? რომელი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? აი წლის განმავლობაში აღებული. დიახ. ვფიქრობ ეს ერთ-ერთი ხელოვნება ბათუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო იყო, ასევე გრან-პრიც ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა. ამიტომაც ვფიქრობ ხელოვნება ბათუმისთვის და გრან-პრი ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო წელს. 2026-ში რა მიზნები გვაქვს? გვაქვს საერთოდ ამბობ, რადგან ეს მიზნები ჩვენაც გვაქვს. ვისაუბრე სოლო კონცერტებზე და პარიზში. დიახ, ახლა სოლო კონცერტებიც უნდა გავმართოთ ჩოპენის საღამოებით და ასევე პარიზში გავემგზავრები მეორედ დასოს სასახლეში. მიშელსონთან და შევასრულო მის ნაწარმოებები. ამას გვიმალავდი, ანდრია? ეს რომ პარიზში მივდივარ, ქალბატონი ელისო ბოლქაძის დამსახურებაა და მასაც მადლობა მინდა გადავუხადო. დიახ, და ქალბატონნათო. როგორ შეაჯამებდით 2025 წელს? ყოველთვის გაზრდით ამის საშუალებას, რომ თქვენ სკოლაზე და თქვენი სკოლის მოსწავლეებზე თქვათ, მაგრამ ხა ძალიან მოკლედ, რახან საახალწლო ეთერია და გადავდივართ 2026-ში, მერეც ბევრს ილაპარაკებ, მაგრამ ახლა ერთგვარად შევაჯამოთ 2025. მე მიდაი ძალიან დიდი, უდიდესი მადლიერებით და ცოტა სინანულით გავაცილო ეს არაჩვეულებრივი ულამაზესი 2025 წელი, რომელმაც მართლაც მთელი წლის განმავლობაში უამრავი ჯილდო და სიხარული მოგვიტანა. რომელი ერთი ვთქვა, ბაჩი მიქელაძის გრანდიოზული ჩავთვალოთ სოლო კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, შევასრულეთ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნომერ 3 საფორტეპიანო კონცერტი ყველა პიანისტისთვის. დიახ, თეონა, მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოხვედი და იტირე ჩემთან ერთად. მარტო არ დაგტოვა. გულწრფელი წრებლები ყვარე კი. ნამდვილად გადამდები იყო ეს ემოცია. ასევე ბორჯომში ქონდათ ანდრიასა და ბაჩის სოლო კონცერტები. წელს ექნება, მომავალში ექნება თურქეთში დაემატება ანტალია, მოკლედ ბაჩის გზას გავდივარ ჩვენც და მართლაც სწორად დამსახურებლად და წარმატებულად. ამისთვის მადლობა ბაჩის, რომ ანდრიასთვის ძალიან დიდი ინსპირაცია და мотиваცია და სტიმული, კი ბატონო. არაერთი მართლაც აი 3 გრან-პრი ანდრიასი ბაჩის ვაჭარის რეგიონალურზე ის პირველი პრემია, პირველი ადგილი და გალაზე არაჩვეულებრივად წარმოაჩინა მისი შესაძლებლობები. ასევე ყავს ძალიან კარგი პატარები, მათაც უკვე თქვენს თავიანთი სათქმელი დათა ძნელაძე, ბარბარე ვადაჭკორია. პატარა მევიოლინები ძალიან მახარებენ. დიდი ძალა არის, მე ძალიან ვაქცევ ყურადღებას დაწყებით კლასებს, რომ თავიდანვე შეუქმნა ყველა პირობა, мотиваცია გავუზარდო, ჩავთო კონცერტ ფესტივალებში, რომ მე უკვე გამოიმუშაოს აი ის მუხტი, რაც ჭირდება უკვე კონკურსს. ეს უკვე სხვადასხვა, იმიტომ რომ კონკურსის შედეგება შეიძლება ბავშვზე იმოქმედებს ფსიქიკაზე ცოტა განსხვანაირად და ამას ძალიან ვუფრთხილდები, რომ თავარია სტიმული კონდეს ბავშვს და რაც თავარია სიყვარული კლასიკური მუსიკისადმი და ამისთვის მე ჩემს პედაგოგებსაც მადლობას ვეუბნები აქედან, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვი ყოველთვის იყოს კარგად კომფორტულად ცნობდეს თავს მუსიკის ჟადოსნურ სამყაროში. ყველა მუსიკოსი არ იქნება, მაგრამ ჩვენ გვინდა განათლებული,
მსმენელი, ინტელექტუალური მსმენელი, რომელსაც იცის აპლოდისმენტები როდის შეიძლება, როდის არა და როგორ მოусმინოს და კომპოზიტორები გარჩიოს ერთმანეთისაგან. ამას ვახერხებთ ნამდვილად და ხანდიასნაირი ერთეულები არიან და ბაჩისნაირი დაუშვათ და ის სწორედ ამათვით უკვე სხვა პირობები იქნება, რომ ისინი გახდნენ მუსიკოსები და უკვე ვალდებულები არიან. და უახლოესი გეგმები უკვე 2026-ში. 2026 წელს უკვე რა გამოიკვეთა, შემიძლია ვთქვა ეს. 12 მარტი პარიზში დასო სასახლეში კონცერტი, ანდრია და ორი ჩვენი ბათუმელი ანდრიას თანატოლები გაემგზავრებიან, უკვე სამნი ვიქნებით ბათუმიდან, ქალბატონ ნელისო ბოლქვაძესთან ერთად და იმედია მოლოდის წელსაც მომავალშიც გავუმართლებთ უბრალოდ. ასევე თურქეთში ანტალიაში ექნება უკვე ანდრიას სოლო კონცერტი, ბორჯომში ანდრიას და ბაჩი მიქელაძეს სოლო. ასევე მივიღებთ მონაწილეობას უკვე გოგონათა გუნდი აგვისტოში 6-16 აგვისტო შვედეთში საერთაშორისო მსოფლიო საერთაშორისო საგუნდო კონკურსზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არა მარტო ჩვენი რეგიონისთვის, სულაც საქართველოსთვის, იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს, ისე როგორც იყო ეს ევროპის ჩემპიონატზე დანიაში. შემდეგ უკვე მიმდინარე ყველა ეს მომავლის ვარსკვლავები, ჰარმონია, რონდო კლასიკა, ეს ის კონკურს ფესტივალები, რომელზეც იზრდებიან ბავშვები და ყალიბდებიან როგორც მუსიკოსები, ფართოვდება მათი შემოქმედებითი არეალიც და რეპერტუარიც. ეს რა თქმა უნდა, ეს პერმანენტულად ყოველთვის გვაქვს, აუცილებლად. და წლის ბოლოს, სასწავლო წლის ბოლოს ბორჯომი აგვირგვინებს ყველაფერს გრანდიოზული კონკურს ფესტივალი. აუცილებლად შიგადაშიგ იქნება გამარჯვებით გამოწვეული გამგზავრება. სხვადასხვა ვერ დაანონსებ, თუმცა კი, ლიეტოვაც გვაქვს თებერვალში, არ ვიცი რამდენად მოვასწრებ სომხეთი მარტში აუცილებლად, მითუმეტეს მე მიხარია რომ აჭარის რეგიონი ძალიან დაუმეგრებდა სომხეთს და ბევრი საინტერესო კოლაბორაცია იქნება და მათ შორის ჩვენი მხრიდან ჩვენი ვოკალური ინსტრუმენტული ბენდიც მიწვეულია, გოგიტა ბურჭულაძის თაოსნობით. და ვნახოთ, იმედია 2026 წელი გვეყოფა, რომ ეს ყველაფერი გავანაწილო და ჩავატიოთ დროულად. და ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, წარმატებას გისურვებ და ძალიან სასიამოვნოა, როცა სინანულით ვაცილებ 2025 წელს იმდენად წარმატებული იყო, ესე იგი 2026 გაორმაგებული მოვა. გაცილებით უკეთესი. როგორც ამბობენ, მადლიერება აორმაგებს. ბაჩის მასტერკლასები კიდევ იტალიაში, რომელი ერთი ვთქვა მათ, აჭარის რეგიონალური. გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ ამ ჯილდოს, რომელიც ესე წელი დააგვირგვინა. და ანდრიას ახლა ვთხოვთ რომ ჩვენთვის შეასრულოს და რა შეასრულოს გითხრას. მე შეგესრულებ ფრედერიკ შოპენის ფანტაზია ექსპრომტს ნაწილ შევასრულებ. შუიდან ბოლომდე. რომ ძალიან არ შევაწუხოთ. არა, შეწუხება ძალიან მეტია, უბრალოდ საეთერო დრო რომ გამოვიყენოთ რაციონალურად. აქვე დავაანონსებ რომ თუ კი ვინმეს მოეწონება და დაინტერესდება, ჩვენ სასწავლო წლის ბოლოს გვექნება ანდრიას სოლო კონცერტი, სადაც უხვად იქნება შოპენის რეპერტუარი. წარმოდგენილი და გიწევთ ყველას. შესვლა თავისუფალია. მადლობა ანდრია, გადავწყვეტ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ტელემაყურებელს კი ვეთქვით რომ ანდრია კაპანეძე და მისი პედაგოგი ნატო ორაგველიძე იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ტელემაყურებელს დავემშვიდობებით, ჩვენ შემდეგ უკვე ხელს აღარ შეგიშლით, ახლა კი ანდრიას უთმობთ ეთერს. წკინვალე ჰარმონიით.
შორის ამ ნაწარმოებს მეც ვუკრავდი ბავშვობაში. ოჩახ, ძალიან მესიამოვნო. მადლობა, ძალიან დიდი რადიო. ჩვენ კი საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ დილის ტალღის პირდაპირი ეთერი. კი, ჩვენ ვაგრძელებთ სიუჟეტით, რომლის პირველი ნაწილიც უკვე ვნახეთ. როგორ იქცა ოქტომბერში დათესილი მახა და ზანდური იუნესკოს მიერ აღიარებულ მსოფლიო მემკვიდრეობად. სწორედ ამ თემას ეძღვნება და ჩვენს ქართულ ხორბალს სიუჟეტი, რომელიც მარიამ ჟავანაძემ მოგვიმზადა. ნახოთ სიუჟეტის მეორე ნაწილი. სექტემბრის ბოლო და ოქტომბრის დასაწყისია ამის თესვის ყველაზე საუკეთესო დრო. ძველად ჩვენთან რომ თესავდნენ ხორბალს, თურმე მესიმინდეობასაც ხო ეწეოდნენ და მონაცვლეობით ყოველ მეორე წელს თესავდნენ ერთ და იგივე ადგილზე. თქვათ აი წელს რო სიმინდი არის დათესილი, უკვე შემოდგომაზე ხომ იღებენ ამ სიმინდს, აი სიმინდში გამოთესავდნენ. და ასე ამბობდნენ, ხო აი ტკეპნიდნენ, მიწას ნიადაგი ხუერი არის ამ პერიოდში და როცა ჩატკეპნი, ხო დაფიქსირდება უფრო კარგად. ზოგჯერ საქონელი შედიოდა მე უკვე ამაღებულ სიმინდზე და ჯეჯილის პირველ წამონასწრეს გადაძოვდა და ეს ხელს უწყობდა კიდე აი უფრო მეტი ნაბარტყი ამოდიოდა გაზაფხულზე, უფრო მეტ თავ-თავს გაიკეთებდა. და დაუფშვნათ ხელით ახლა. ხელით? მეცვი. ნაზი ხელები გახდა. არც ისე. ეს არის ნახე ფხები არა აქვს. წამწამები როგორი აქვს ეს მახა? ეს წამწამებია ხო? რა ფახულა წამწამები. ხო. მაგი არის ზანდურის წამწამები. რაც ძნელი საქმეა, იმას მეტი სიყვარული შეიძლება რომ გამოდივიდე. ხოლო მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ გაწვალებული. მეც ისე ვარ, რომ წვალობ, შრომობ ამისთვის, ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას და მაყოფილების განცდას მიტოვებს. თურმე აი საქართველოს რო ხუთი ენდემური სახეობა აი წარმოიდგინეთ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თურქეთს, რომელიც ტერიტორიით რამდენად დიდია ჩვენზე, ერთი ენდემური სახეობა აქვს, სირიას ერთი ენდემური სახეობა აქვს, ირანს ერთი ენდემური სახეობა აქვს და აი ამ ხუთი სახეობიდან რომ 4 ამ ლეჩხუმის უმცირეს ტერიტორიაზე აღმოჩენილი და შესწავლილი ძალიან საამაყოა და ლეჩხუმლები ვამაყობთ ამითი და უფრო მეტად ვიამაყებთ კიდე მომავალში. ამის შემდეგ რა ხდება? ახლა უნდა დავთესოთ. ესე პირდაპირ ხო? ანუ მარცვლის გამოღება არ არის საჭირო. ეს ახლა სახეობა როცა არის გარკვეული თავდაცვა იყო რომ გადარჩენილიყო. ფრინველებისგან, ცხოველებისგან, აი თქვათ უფრო მეტი თავდაცვა აქვს, ახლა ეს იცავს ამას გარე ფაქტორებისგან. და რამდენი ხანი უნდა იყოს ეს ნიადაგში დათესვის შემდეგ? ახლა რომ დათესდა უკვე კვირანახევარი ორ კვირაში ამოვა, მთელი ზამთარი იქნება უკვე გამწვანდება, გაჯეჯილდება და დაახლოებით მაისის შუა რიცხვებიდან უკვე თავთავებს დაისხავს. თავთავს რო იკეთებს, უკვე ულამაზესი სანახავია, აი ფეხმძიმობას ეძახიან თურმე, აი მაკეობას, ხორბლის მაკეობას, გაიბერება და რომ ამოდის თავთავი, რა ვიცი, ახლა უფრო რამ შეიძლება გააბედნიეროს ადამიანი რო ხედავ ძალიან სიამოვნებს და ნერე ხორბლის ყვავილობა კიდე ხო ზღაპარია და ეს გასყვავილია. ო აბა და რო შრიალებს კიდე ზანდურს ხო აი ფხები აქვს, წამწამები აქვს და რო ქარი რო დაგხრლას ხო აი ზღვის შრიალის მსგავსი ხმა არის. საოცრად სასიამოვნო და კარგი. დიდი მნიშვნელობა აქვს რომ აი თხელი ნათესი იყოს და ერთმანეთს არ აწუხებდეს. უფრო კარგი მოსავალი და ხარისხიანი თავთავები რომ იქნება. შიგადაშიგ მორწყვა უნდა? არა, მორწყვა არ უნდა. ჩვენთან ისეთი ნიადაგია, რომ მორწყვას არ საჭიროებს. მაინც კარგ მოსავალს იძლევა. მეცნიერები ამბობენ, რომ ზანდური მსოფლიო ხორბლების კულტურული დედაა. ამის მეტი რა უნდა თქვას კაც. ყველა ხორბალში უმეტესობაში ყოველ შემთხვევაში აი ეს ზანდურის გენი არის და მისი განვითარების საწყისი. 1000-ად, ასე ვამბობდით ძველად. რო ვთქვათ ასე, ჩემი ცხოვრების მიზანი არის ის, რომ ზანდურის პური გამოვაცხო და ჩემს სტუმრებს იმით გავუმასპინძლდე.
ჩვენი ცხობისთვის დამახასიათებელი და ავთენტური ის არის, რომ ძირითადად კეცებზე ვაცხობთ, თონეში ვაცხობთ და შეშასთან, ყვავრთან, ნაცართან უფრო ახლოს არის, აი ბუნებრივი პროცესი არის ცხობის. ჩვენთან მრავალსულიან ოჯახს ჯალაბს ეძახდნენ. და ჯალაბი ოჯახი როცა იყო, ხო, მაშინ თავისთავად ბევრი პურის საჭიროება იყო და თონეში ხდებოდა ცხობა, თონეში გამომცხარე 2-3 დღე ყოფნიდა ოჯახს და თუ კი ვთქვათ არ იყო საჭიროება რომ ასე ბევრი რაოდენობის გამოცხობა, მაშინ კეცებზე აცხობდნენ. განსაკუთრებული ყურადღება მოცომას ენიჭებოდა, იმიტომ რომ აი თქვათ თონეში თუ აცხობდი, კარგი მოზელილი ცომი თუ არ იყო, ის დროები დაცული თუ არ იყო ცხობის, შეიძლება ჩაგდრო და ჩაცვენილი იყო თონიდან, ამიტომ პურს საფუარს რო უშვებოდნენ, გადამჟავებული არ უნდა ყოფილიყო და ეს საფუარი იყო ბუნებრივი, აი წინა დღის მოცომილი ცომის დედო, მარილი და სუფთა წყალი, დანარჩენ დანამატებს არ უშვებოდნენ. რაც შეეხება შიგნით გულსართებს. გულსართიანი იყო ყველის, ნიგზის, ლობიოსი, ხორცის გულსართიც კი პურში ჩართული ყოლს ხაჭაპურს არ ეძახდნენ, ყველიანს ეძახდნენ. აი ლობიანი, ყველიანი, ფხლიანი და ნიგზიანი. ზომას ჰქონდა მნიშვნელობა? რა თქმა უნდა, სარიტუალო პურები ცხებოდა უფრო პატარა, აი კოკრები. აი ნიგზიანი პური ძირითადად სალოცავი პური იყო. მას გზაბოძალს ეძახდნენ, გზაგასაყარზე გაიტანდნენ და ლოცულობდნენ ნიგზიან პურზე და სალოცავი ყოველთვის მრგვალი იყო. ხო და თონეში ოვალურ პურებს აცხობდნენ. რაც შეეხება ეს ყველიანი, ლობიანი და ფხლიანი ყოველდღიური მოხმარებისთვის გამოიყენებოდა. იქნებ სამეწარმეო მხრივაც განვითარდეს ლეჩხუმი და უფრო მეტად შემოსავლიანი მხარე იქნეს. ჩვენ სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და მინდა რომ ჩვენმა ხალხმაც ცოტა უკეთესი ცხოვრების პირობებით იცხოვროს და ნახოთ, მე ვცდილობ რომ აი ერთი აგური დავდო ამ საქმისთვის და რამდენად გამომივა. გამოვიდა, რადგან ეს ერთი აგური უკვე მსოფლიო აღიარების ნაწილია. იუნესკომ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 2025 წლის მიწურულს შეიტანა. ეს ნიშნავს, რომ ლეჩხუმში გაღვივებული ზანდურის ყოველი მარცვალი, მხოლოდ წარსული კი არა, გადარჩენილი მომავალია. ხვამლის მთის მკვლევარი, არქეოლოგი გურამ გაბიძაშვილი ხშირად ახსენებდა იაპონელი მეცნიერების ექსპედიციას, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ზანდური მსოფლიოში უძველესი ხორბალია და სწორედ აქედან გავრცელდა ეს კულტურა მთელ დედამიწაზე. ლეჩხუმში აღმოცენებული ეს თავთავები ცოცხალი მტკიცებულებაა იმის, რომ საქართველო ღვინოსთან ერთად ხორბლის წარმოშობის ნამდვილი აკვანია. ასეთია ქართული მიწის უნიკალურობა, საინტერესოა ზანდური, კეცზე გამომცხარი ზანდური ნიგზით, მხოლოდ ქალბატონი მანონის ოჯახშია შესაძლებელი რომ დავაგემოვნოთ, სიამოვნებით გავსინჯავდი. მოკლედ, დიდი მადლობა მარიას ამ სიუჟეტისთვის. ჩვენ კი ვაგრძელებთ ეთერს და შესრულდა ზუსტად 10 საათი. და სანამ 10 საათი შესრულდება, უნდა ვნახოთ სამზარეულო, ანა 5 წუთი უკლია რაღაც საათამდე. უი, მართლა, ხარ მოვლენებს უსწრებ, ეს კარგია, ეს კარგია, წინ ხარ და მოვლენებს უსწრებ. ეხლა უნდა შევიხედოთ სამზარეულოში, ქეთა თხილაიშვილი, ჩვენი კოლეგა მოამზადებს სალათი ჭარხლითა და სიმინდის მარცვლებით. საახალწლო კერძს ნამდვილად გაალამაზებს ეს სალათი. ნახოთ რუბრიკა და მალე დავუბრუნდებით. დილმშვიდობის, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი. დღეს გიმზადებთ უმარტივეს და უგემრიელეს და ძალიან ჯანსაღ სალათს, რომელიც გადატვირთული საახსოვსო სუფრისთვის იქნება საოცარი განტვირთვა. ეს სალათი არის ჭარხლის და სიმინდის. დამჭირდება ჭარხალი, რომელიც დავჭერი წინასწარ პატარა კუბიკებად, ასევე მაქვს კონსერვირებული სიმინდი, მწვანილები, ნიორი, ნიგოზი, ლიმონი, მარილი, შავი პილპილი, ზეითუნის ზეთი. და სულ ეს არის. შეგვიძლია უკვე შევუდგათ ამ სალათის აწყობას. პირველ რიგში დავჭერთ მწვანილები. ისე. გადაიტანეთ ცალკე ჯამში. ჩავჭრიდოთ ახლა 3 ცალი ნიორი.
გავჭვათ ახლა შუაში ლიმონი. გადმოვიტანთ ჯამი და ჩავაწოროთ. ნახევარი სრულიად საკმარისია. ჩავასხათ ზეითუნის ზეთი. ეს არის ამ სალათის ბაზა. ახლა ამას კარგად ავურიოთ. ჩავყაროთ ჭარხალი. როგორც უკვე გითხარით, წინასწარ მოვხარში და კუბიკებადაც დავჭერი. გადავიდა რომ ცოტა სიმინდი. ამასაც ახლა კარგად ავურიოთ. ნახეთ უკვე ალმაზი ფერები აქვს მიღებული. ეს სიმინდიც ახლა ცოტა ხანში ვარდისფერი გახდება. ბევრი მორევის შედეგად. ახლა დავუმატოთ მარილი და შავი პუპილი. კარგად მოურიეთ და ბოლო შტრიხი დავაქუცმაცოთ ცოტა ნიკოს. ესეც ნიგოზი დაკუცმაცებულია. გადაგვაქვს სალატში. ჩვენ სალათიც შედგა, უბრალოდ კიდე ერთხელ კარგად ავურევთ. სულ ეს იყო. დავეთანხმებით, რომ ზუსტად 2 წუთში მომზადდა ჩვენი უგემრიელესი და უჯანსაღეთი სალათი. და თქვენი საახალწლო სუფრისთვის თავი იგრძნით სუბუქად, მე კი მომდევნო რუბრიკებზე დაგემშვიდობებით კეთილი სურვილებით, ნახოთ გემრიელად ერთით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდეთ, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის აღას, სტუდიაში მე დემი ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა ბუნებრივია და უნდა გავიგოთ თუ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში ჩვენი კოლეგა სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება ზუსტად 10 საათზე. სულხან, დილომშვიდობისა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო და მოგესალმები ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა და ერთად გავიგოთ ახალი ამბები. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ბრალის წარდგენის მოლოდინში იგი უფლებადამცველმა მოინახულა. თუმცა შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ახალაიას დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. იგი დაკავებულია 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში. გამოძიების თანახმად 4 ოქტომბრის მოვლენებს ახალაია ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და განვითარებული მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ ბაჩო ახალაიასთან ერთად დაკავებული იყო მისი მეუღლეც, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება მის გათავისუფლებაზე, მაგრამ თანამონაწილეობაზე გამოძიება გააგრძელდება. მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების აც უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, მათი ინტერნეტ აპლიკაციებისა და ანანა დარეიშვილის IP, ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული Wi-Fi-ის მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, 2025 წლის 28 სექტემბრის 21 საათიდან მათ დაკავებამდე შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. კერძოდ, ჯამში ფიქსირდება 353 შემდგარი ინტერნეტ სესია, მათ შორის მურთაზ ოდელავასთან 157 ჯერ, პაატა ბურჯულაძესთან 110 ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29 ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26 ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21 ჯერ. ამასთან ხსენებული
პირების მიერ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზების პარალელურად მურთაზ ოდელავასა და ბაჩანა ახალაიას მეუღლის ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართს შორის ინტერნეტ კონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს დღის განმავლობაში შედგა რამდენიმეჯერ. კვლავ აქტუალურია სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა საუბარია ეგრეთ წოდებულ კარტერულ გარიგებებზე და სურსათზე მაღალ ფასებზე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. საკითხის შესწავლას საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია გეგმავს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კონკურენციის სააგენტო. ინიციატივასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ მედიაში გააკეთა. პრემიერის განცხადებით დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ასევე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელი არიან რადიკალური პარტიის ლიდერები. ირაკლი კობახიძის განცხადებით დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი უნდა მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი და არ ეფუძნება კარტერულ გარიგებებს. პრემიერის თქმით, დღეგესთან დაკავშირებული სპეკულაციები უადგილოა. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, ასევე სხვა მიმართულებითაც იკვეთება მათი პირდაპირ თანამონაწილეობა. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერები და ასე შემდეგ. ხო, ანუ ისევ ისინი ლაპარაკობენ მაღალ ფასებზე და როგორც ირკვევა, თვითონ ადებენ ეს ადამიანები მაღალ ფასნამატს, რაც საბოლოო ჯამში ფასების ზრდას იწვევს. ყველა ადამიანს მოუწევს პასუხების გაცემა. კეთილი ინებონ მოვიდნენ მაგალითად ამ ასოციაციის ხელმძღვანელი მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, არის ჯანსაღი და არ ეფუძნება კარტერულ გარიგებებს და საზოგადოებამ უნდა ნახოს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და შეაფასოს ეს ყველაფერი. მივიდნენ და დაასაბუთონ, რომ ფასნამატი არის ლოგიკური. თუ ვერ დაასაბუთებენ, მაშინ კეთილი ინებონ და დაწიონ ფასები. ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება მაგნოლია 2025. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები. დაჯილდოების პროცესში გაირკვა თუ რომელი განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ სააგენტოსა და გიდს ჰქონდა ტურისტების მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. გამარჯვებულები სულ 10 ნომინაციაში გამოვლინდნენ. მაგნოლია 2025-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ასევე დაჯილდოვდნენ წარმომადგენლები ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მათ მადლობის სიგელები გადაეცათ. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით 2015 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანია ტურისტული სექტორის წახალისება, ხარისხიანი სერვისის ხელშეწყობა და რეგიონში ტურიზმის სტანდარტების გაუმჯობესება. შრომით ვიზიტორებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის, ჩვენი რეგიონი გახადეთ განსაკუთრებული და გამორჩეული და მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადავიხადოთ. მინდა მადლობა გადაუხადო ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტს, დღევანდელი კარგად ორგანიზებული მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის და თვითონ მონაწილეს ხარისხზე და სტუმართ მასპინძლობაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის. გავიმარჯვეთ და ჩვენთვის ეს ყოველთვის არის სტიმული, რადგანაც შემდეგ წელს უფრო და უფრო მეტი სურვილი გვაქვს, რომ უფრო და უფრო მეტი შრომა ჩავდოთ ჩვენ საქმეში, რადგანაც ჩვენთან მოსულ სტუმრებს უფრო მეტი სიამოვნება და მივაწოდოთ ინფორმაცია ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით. მაგნოლია ტურიზმის დაჯილდოება არის რეგიონში საუკეთესო სერვისების გამოვლენის ღონისძიება, რომლის მთავარი კრიტერიუმებიც არის გამოკითხვები, რომელიც ტარდება როგორც ტურისტებში, ასევე რა თქმა უნდა მომხმარებლებში, ტურიზმის სექტორში და წლის ბოლოს ჩვენ ვაჯამებთ ღონისძიებით მიმდინარე წლის შედეგებს. უნდა ითქვას, რომ გამოვლინდა 10 საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი აჭარაში, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი მადლობა ვუთხარით იმ გაწეული საქმისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გასწიეს. პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესს გაეცნო საქართველოს განათლების მინისტრი. მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა წყალტუბოს, წალენჯიხისა და ფოთის სასწავლებლებში და შეხვედრები გამართა თანამშრომლებთან. უწყების ინფორმაციით შეხვედრებზე პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს, ასევე კოლეჯების თანამშრომლებისგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია. ამ კონტექსტიდან გამომდინარე
ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი თავად ხვდება მასწავლებლებს, პერსონალს. ბატონო მინისტრა დაათვალიერა სასწავლებლის ინფრასტრუქტურა, გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობა, შეხვდა პერსონალს, სადაც გამოიკვეთა ჩვენი სასწავლებლის განვითარების შემდგომი ეტაპები, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კოლეჯი გეოგრაფიულად მდებარეობს აფხაზეთის მოსაზღვრე ტერიტორიასთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი, ასე დევნილი და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების უზრუნველყოფა. შევხვდით პედაგოგიურ შემადგენლობას, სადაც განვიხილეთ ის გამოწვევები და მიმდინარე საკითხები, რომელიც კოლეჯების წინაშე დგას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კოლეჯებთან მიმართებაში ხელი შეუწყოთ სხვადასხვა მიმართულების სახელოსნოების აშენება, განვითარებას, ისევე როგორც შემდგომ წლებში საცხოვრებელი კომპლექსების აშენებას, რაც შესაძლებელს გახდის, რომ არა მარტო ლოკალურად, არამედ ქვეყნის მასშტაბით დაინტერესებული პირები აქ ჩამოვიდნენ. რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მართვას უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ, ამის შესახებ კომერსანტი წერს. როგორც გამოცემაში აღნიშნულ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ბიზნესის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა. კომერსანტის ცნობით ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უკრაინასთან სამშვიდობო გეგმის მოლაპარაკებებზე ისაუბრა. პუტინმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესებულია ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე მაინინგის ორგანიზებით. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით მხარეები უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხსაც განიხილავენ. დონალდ ტრამპის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ისლამური სახელმწიფოს ობიექტზე ძლიერი და სასიკვდილო დარტყმები მიიტანეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ნიგერიაში მოქმედი ტერორისტები მრავალი წლის განმავლობაში სასტიკად ხოცავდნენ უდანაშაულო ქრისტიანებს. ტრამპმა ისლამურ სახელმწიფოს ნაგავი უწოდა და აღნიშნა, რომ ის დაჯგუფების წევრებს აფრთხილებდა, რომ თუ არ შეეჩერებდნენ ხოცვა-ჟლეტას, მათ ძვირი საფასურის გადახდა მოუწევდათ. ტრამპის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატები რადიკალური ისლამის აყვავებას არ დაუშვებს. სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მაშველებმა რამდენიმე ოპერაცია განახორციელეს, მათ შორის დახმარება გაუწიეს ავტომობილებში ჩარჩენილ ადამიანებს. გასული თვის მონაცემებით შტატში 100,000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, ასევე საჭირო გახდა მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციაც. და დღის სხვა სიახლეები ბათუმში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება ევროპის მოედანზე გუშინ საღამოს გამართულ კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ რანინეს მონაწილეები და ზვიად ბოლქვაძე ბენდით. ევროპის მოედანზე საზეიმოდ მოწყობილ საახალწლოს ციფრში წარმოდგენილია ასევე სანაწარმეო, გასტრონომიული და სანტას კუთხეები, იმართება საბავშვო გასართობი აქტივობები, კონცერტები და ადგილობრივი და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. ბათუმი ახალ წელს 31 დეკემბერს გალა კონცერტით შეხვდება, ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს საშობაო კონცერტით დასრულდება. მიხარია, რომელიც შესაძლებლობა დავასიამოვნე ჩემი გულშემატკივრები და მაყურებელი, ვინც გვისმენ და იმედია ყველას მოიწონა ჩემი გამოსვლა, ჩვენი და ასევე რანინელებიც არიან ჩემი სეზონერები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ჩემს ქალაქში ვარ, ჩემი ძალიან დიდი პატივი და სიყვარული მინდა რომ გაუზიარო მთელ ქალაქს. მინდა რომ უსურვო საუკეთესო, რა თქმა უნდა, ყველას. მინდა რომ ბედნიერი შობა ახალი წელი მიულოცო ყველას. მაყურებლის წინაშე წარდგა პროექტი რანინა, არაჩვეულებრივი ბავშვები და ჩვენი მარგალიტები, ანიტა აბგარიანი, რომელიც არის რანინას გამარჯვებული და რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი მუსიკოსებთან ერთად, ასევე გააგრძელა ეს საღამო ზვიად ბოლქვაძემ. ეს ღონისძიებები დაიწყო 20 დეკემბრიდან და გაგრძელდება 7 იანვრის ჩათვლით.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი არსიანი გუშინ მაყურებლის წინაშე საანგარიშო კონცერტით წარსდგა. წლის შემაჯამებულ კონცერტზე 21 ნომერი შესრულდა, მათ შორის როგორც საცეკვაო, ასევე სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები. საათნახევრიან პროგრამას მაყურებლის დადებითი ოვაციები და შეფასება მოჰყვა. ანსამბლ არსიანის რიგებში რამდენიმე ახალი მოცეკვავეა საანგარიშო შემაჯამებელ კონცერტს არსიანი ტრადიციულად ყოველწლიურად მართავს. ყოველწლიურად ვატარებთ საანგარიშო კონცერტს, ერთგვარი ჩაბარება ანგარიშის, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, ჩვენი ქალაქის წინაშე, წარმატებით ჩაიარა დღევანდელმა კონცერტმა. თან ამ ყველაფერთან ერთად ყველაზე მთავარი ის არის, რომ 7-8 მოცეკვავე დაახლოებით სულ ახალი მოცეკვავე, ახალი სისხლია არსიანში და რომლებსაც მინდა მიულოცო და ბევრი წარმატება უსურვო მათ. დღეს მთლიანობაში შესრულდა 21 ნომერი, ჩვენ აღვადგინეთ ძველი პროგრამა. დღევანდელმა კონცერტმა ჩაიარა გადასარევად. ჩვენი პროგრამა შედგებოდა საათნახევრისგან, შესრულდა ქართული ნაციონალური სიმღერები და ცეკვები. მაყურებელიც კმაყოფილია და ჩვენც კმაყოფილები ვართ მაყურებლებით. ძალიან მიყვარს ზოგადად ქართული ხალხური ცეკვები, მით უმეტეს არსიანის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, მთავარი მორიგი გამოშვებით პირდაპირ ეთერში 12 საათზე დაბრუნდება. დროებით სულხან გემშვიდობები, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ეხლა შემოგვიერთდა. თქვენ უყურებთ გადაცემა დილის დალღა, სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ეხლა ვნახოთ გადაცემის დასკვნითი ნაწილის ანონსი და მალე დავუბრუნდებით. ანონსი ჩვენს ეთერში. ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა ხორცეულით, ფხალეულითა და ტკბილეულითაა გამრჩეული. გაშლილ სუფრაზე დიდი ხნის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე აწყვია სხვადასხვა კერძები, რომელთა მიღებაც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს თქვენი ოჯახის წევრებისა და სტუმრების ჯანმრთელობას. როგორ შევინახოთ საახალწლო კერძები სწორად, გვირჩევს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი. და ეხლა უკვე დროა ვნახოთ რუბრიკა, რომელიც სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, სახელწოდებით ძველებური ამბები. კი, და მე ვამბობ, რომ ეს რუბრიკა კიდე აცდება მილიონებს და უფრო მეტ და წინ და წინ. ეს რუბრიკა ძველი გადაცემად გადადის. რატომაც არა, კარგი იდეა შევთავაზოთ ავტორს პირდაპირ ეთერიდან მელანო ბალაძეს. დაახლოებით 5 წელია, რაც 77 წლის ალექსანდრე მახარაძემ და 74 წლის გუგული დუმბაძემ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში 30 წლის მიტოვებული სახლის საკუთარი ხელებით აღადგინეს. უფრო ახლოდან გავიცნოთ რუბრიკის გმირებით ძველებური ამბებიდან. ძალიან შემაშფოთა სტატისტიკა მახარული წელს ინტოქსიკაციით გისმე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ტექნიკური ხარვეზეა. ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ეხლა შემოგვიერთდა, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის დალღა, სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ასევე აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელები, Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი, ქართული ასოებით საძიებო ველში ჩაწერეთ დილის დალღა, იქ ამოვარდება ჩვენი ოფიციალური გვერდი, დაგვფოლოვეთ, მოგწერეთ, თუ იცნობთ საინტერესო ადამიანებს, ან იცით საინტერესო ისტორიები, აუცილებლად გაგვიზიარეთ ჩვენი გადამღები ჯგუფი მოვონ და გადაიღებს სიუჟეტს, რომელიც დილის დალღის პირდაპირ ეთერში გავა. ჩვენ კი ახლა ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვანი თემით, საუბარს იმაზე, რომ ნახოთ, რომ ახალი წელი გვიახლოვდება. კი. ახალი წელი გვიახლოვდება და ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. მივდივართ პროდუქტების საყიდლად, ვამზადებთ კერძებს, შემდეგ კი სუფრა იშლება. თუმცა საფრთხეც სწორედ აქ იმალება. არასწორად შენახულმა პროდუქტმა შესაძლოა დღესასწაული ჩაგვიშალოს, რაც ბუნებრივია, დღეს სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საახალწლო სუფრა იყოს არა მხოლოდ უხვი, არამედ უსაფრთხოც.
დღეს დილის ტალღის სტუმარია ქალბატონი სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ქალბატონი თამარ ბერძენიშვილი, რომელიც დილიდან ჩვენთან ერთად იმყოფება. დილო მშვიდობისა. მადლობა რომ ხართ დღევანდელი დილის ტალღის სტუმარი და მოკლედ ვიწყებთ საუბარს ძალიან აქტუალურ თემებზე, იმიტომ რომ ახალი წელი გვახსოვდება და ყველას პირველ რიგში ალბათ იმიტომ მოგვარს ახალი წელი, რომ საცივთან, გოზინახთან და ძალიან გემრიელ ქართულ კერძებთან ასოცირდება. მომავალში, როდესაც კი, როდესაც რა გახსოვს ანა? კი, გისმენთ. ისმა და ჩემი ხო? კი, შედარებით კი გისმენთ. ხო, როდესაც პატარა ვიყავი და მაცივარს გამოვაღებდი საახალწლო დღეებში უხვად იყო სხვადასხვა კერძებით გამოტენილი, ასე ვთქვათ, მაცივარი და მაშინ სხვა დრო იყო, სხვანაირი შეხედულებები იყო, მაგრამ დღეს, როგორც ვიცით, მაცივარშიც კი სხვადასხვა საკვების ერთად შენახვა საფრთხის შემცველია. დავიწყოთ თავიდან, რატომ არის ზოგადად, როგორც წესი, ყველაზე ხშირი ინტოქსიკაციით მიმართვიანობა საავადმყოფოებში ახალი წლის დღეებში? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მოგილოცავთ დამდეგს ვისარგებლებ ამ შემთხვევით, რადგან სულ მალე რამოდენიმე დღეში დადგება ახალი 2026 წელი. რაც შეეხება ეს ძალიან მნიშვნელოვან თემას, საკვების შენახვას, იმიტომ რომ ისეთი პერიოდია, რომ ყველა დიასახლისი საოცრებო, ყველანაირი კერძი, განსაკუთრებული ატრიბუტების სუფრის, რაც არის, თქვენ როგორც ახსენეთ, საცივი, იქ იქნება ალბათ გოჭის ხორცი, სხვადასხვა სალათები, საკონდიტრო ნაწარმი. ეს არის დღესასწაული, რომელიც ყველას უხარია განურჩევლად და ამასთანავე დღესასწაული, სადაც ყველანაირი კერძი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენ სადღესასწაულო სუფრაზე. თანაც ეს მე მგონი რატომღაც მგონი რომ მხოლოდ საქართველოში ხდება ეგეთი ამბავი. ალბათ ეს ჩვენი ტრადიცია სხვა სუფრებიც მინახავს სხვა ქვეყნებში საახალწლო სადღესასწაულო, მაგრამ მეტნაკლებად დაბალანსებული საკვებითაა გაწყობილი სუფრა. მე ვისარგებლებ შემთხვევით ძალიან მიხარია რომ ამის საშუალება მომეცა რომ ჩემი გულის ტკივილი რაც ამ წლების მანძილზე უსაფრთხო სურსათს ახლავს და სურსათის გამოყენებას აი მე თქვა საზოგადოებისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ აბა შეიძლება აჟიოტაჟი მოყვეს, იმიტომ რომ იტყვიან რომ ეს არის ჩვენი ტრადიცია, ჩვენ ასე ვცხოვრობ, ჩემი ბებია-ბაბუები ესე აკეთებდნენ და არ დაგვემორჩილო იმ წესებზე და ნორმებზე, რაც შეიძლება იყოს მისაღები ისევ მათი ჯანმრთელობისთვის. მოდით დავიწყოთ იქედან რომ განსაკუთრებით მალფუჭებადი ცხოველური წარმოშობის სურსათი ყველა სადღესასწაულო სუფრაზეა, ეს იქნება საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, ფრინველის ხორცი და ასე შემდეგ. მაგალითად ფრინველის ხორცი და ეგრეთ წოდებული საცივი. არაჩვეულებრივი კერძია, ჩვენი სავიზიტო ბარათია, მაგრამ ამასთანავე არის განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათი, იმიტომ რომ შეზავებულია როგორც საქონლის ისა ფრინველის ხორცი, ასევე მარცვლეული, ან თხილეული, ან მიგზით ვაკეთებთ და სხვადასხვა ინგრედიენტების ერთმანეთთან შერევა გარკვეულ ქიმიურ რეაქციებსაც იწვევს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეხლა მაცივარში საკვები არ გაფუჭდება. უბრალოდ მაცივარში ბაქტერიების გამრავლება ნელი პროცესით წავა, ანუ რაღაც გარკვეულ ეტაპზე შეჩერდება, თუმცა ჩვენ შეიძლება საერთოდ ვერ ვხედავდეთ ეს საკვები ისე იყოს დაუშვათ ბაქტერიებით უკვე გაფუჭებული, ორგანოლეპტიკურად, ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს, ფერი, სუნი, გემო, ყველაფერი კონდეს დამაკმაყოფილებელი, მაგრამ შით ხომ არ ვიცით რა რეაქციები ხდება. ამიტომ აქვე ერთი წამით სანამ განაგზობთ, შეგაწყვეტინებთ, რამდენად არის რეკომენდებული სიტყვაზე აპრობირებული მეთოდია, მაგალითად საცივი დიდი ქვაბით კეთდება ყველა ოჯახში საახალწლო და ბუნებრივია 2-3 დღეში ვერ მიილევა თქვათ ხო, მთელი ქვაბი. ხშირად გამიგედა მსმენია ნახევარი, როგორც წესი, ინახება საყინულეში. კი ბატონო, ეს მიღებული წესია, გაცილებით უფრო ნელა მიდის პროცესები, იმიტომ რომ უფრო დაბალია ტემპერატურა და მიღებულია, შესაძლებელია და კარგი ვარიანტია ამ არჩევანისთვის. რეკომენდაცია არის გაყინვის, კი ბატონო, იმიტომ რომ პროცესი კიდევ უფრო ნელა მიმდინარეობს. ეხლა თუ მაგალითად ნედლი ფრინველის ხორცი მაცივარში +6 გრადუსზე, 2-დან 6 გრადუსზე შეგვიძლია შევინახოთ, თქვათ 48 საათის განმავლობაში, გაყინულ მდგომარეობაში გაცილებით ხანგრძლივდება მისი შენახვის ვადა და ასე არის ხორცთან დაკავშირებით და ასე არის დაუშვათ თევზთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კი ეს გავიგეთ რომ საყი გაცილებულ მდგომარეობაში შეიძლება შევინახოთ, მაგრამ გუშინ როდესაც ამ ინფორმაციას ვეცნობოდი და სტატისტიკას გადავხედე, ნუ არ ვეყრდნობი, მე დადებითად ვიაზროვნებ მაინც და არ დავიჯერებ ამ სტატისტიკას, რადგან სხვადასხვა საიტებზე შევამოწმე, ძალიან ბევრი ადამიანი ინტოქსიკაციით 31 დეკემბერს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეს რო თავიდან ავიცილოთ, თუნდაც საცივი რამდენჯერ უნდა გავაცხელოთ, რომ მისი გემონური თვისებები შერჩეს და არ მოვიწამოთ, აი ძალიან კარგი კითხვა. საერთოდ კერძი ერთხელ გავაცხელოთ და ამის შემდეგ უკვე კერძი აღარ გავაცხელოთ და ბევრჯერ გაცხელება, გაცივება იმდენ სხვადასხვანაირ პროცესებს. საცივთანაც ცივად მიირთმევა. თავისთავად აქვე მინდა ძალიან სერიოზული გზავნილი გავაგზავნო მოსახლეობასთან, რომ არ შეიძინონ ცხოველი წარმოშობის სურსათი, როგორიც არის ღორის ხორცი, საქონლის ხორცი, ფრინველის ხორცი, ყველი ანუ რძის პროდუქტები ქუჩებში, გარევაჭრობის ტიპის ობიექტებში, არაორგანიზებულ, მოუწესრიგებელ, ჰიგიენურად მოუწესრიგებელ პირობებში და აუცილებლად ისინი შეიძინონ მიკვლევად გარემოში, ორგანიზებულ, სუფთა, მაცივრებში განთავსებული დახლებიდან და არა ქუჩაში, როგორც არის მანქანებზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მიკრობიოლოგიური პრობლემები შეიძლება შექმნას, არის უამრავი დაავადება. მაგალითად ტრიქინელოზი, რომელიც ღორის ხორცში ახლა შეუიარაღებელი თვალით ეს პარაზიტი არ ჩანს, მას სჭირდება უცბად ვეტერინარი ექიმის ყურადღებით დაკლა და შემოწმება, ის მიკროსკოპში ამოწმებს. ამიტომ ამდენი საფრთხესგან რომ თავი ავიცილოთ, რა თქმა უნდა, ახლა საფრთხეებს ჩვენ მინიმუმამდე ვერ დავიყვანთ, მაგრამ რისკები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ, რომ ორგანიზებულ დაწესებულებებში ვიყიდოთ. მაშინ ეს დეტალურად ავხსნათ, მაქსიმალურად რომ შევამციროთ ეს რისკები, ხორცთან დაკავშირებით გაგვიზიარეთ, რას უნდა მივაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება შეძენის დროს და როგორ უნდა შევინახოთ სწორად, რომ შემდეგ არ მოვიწამოთ. კი ბატონო, თქვენზე მოგეხსენებათ, რომ არსებობს სასაკლაო ესეთი, სადაც ვეტერინარი ექიმი დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ შემოწმებას აკეთებს ცხოველზე, ცოცხალ ცხოველზე და შემდეგ უკვე დაკლოზე და როდესაც ის დაადებს ბეჭედს, გაუკეთებს ეტიკეტს და გამოაცხადებს, რომ ვარგისია და გარკვეულ საბუთს მისცემს, ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ის გამოვიყენოთ და რეალიზაციაში გავუშვათ. ოღონდაც ტრანსპორტირებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ რითი წამოვა, სამაცივრე დანადგარი, სამაცივრე მანქანა, კონტეინერი, როგორი შეფუთვა, რა დროის განმავლობაში მოგზაურობს ეს ხორცი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით 2 საათის განმავლობაში უნდა იყოს გარკვეულ ადგილას მიტანილი ტრანსპორტირებისას და რა თქმა უნდა ტემპერატურული რეჟიმი შენარჩუნებული. ამიტომ ნუ შევიძენ ღია საბარგულებზე, მანქანებში, ბაზრობების გარეთ, მიმდებარედ და ასე შემდეგ არაჰიგიენურ და ტემპერატურულ რეჟიმით არღვევულ პირობებში ხორცს. ასე ვიცით, რომ უმი და მზა პროდუქტის ერთად შენახვა საფრთხის შემცველია. ეს არის ჯვარედინი დაბინძურების რისკი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, უნდა იყოს ისინი განცალკევებული, ამას ურთიერთგანცალკევების პრინციპი ეწოდება, ისევე როგორც თქვენ წეღან ახსენეთ, მაცივრებში უნდა იყოს შენახული სხვადასხვა პროფილის სურსათი სხვადასხვა თაროებზე, ასევე უმი და მოხარშული, ანუ გამზადებული პროდუქტების ერთმანეთთან შერევა დაუშვებელია, იმიტომ რომ სხვადასხვა ბაქტერიის გადატანა შეიძლება მოხდეს ჯვარედინად. კი, და ასევე საინტერესოა, შეიძლება თუ არა გამდნარი პროდუქტის ხელახლა გალღობა და გაყინვა, ეს გამოგვაქვს ხორცი, შეგვაქვს, გამოგვაქვს ხორცი, იმიტომ გადავეკიდე, რომ ყველაზე დიდი დოზით ახალწელს ხორცია. ესეც დაუშვებელია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთხელ უკვე გამღვალი, ანუ დეფროსტირებული ხორცის ისევ გაყინვა და ისევ მაცივარში გადატანა და კიდევ ერთ საინტერესო რეკომენდაციას მივიცემდი ჩვენ დიასახლის ეს რამდენად დაგვიჯერებენ, არ ვიცი, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიაქციონ სუფრაზე რამდენი ხნით იქნება კერძი გამოტანილი. აი ევროპაში განვითარებად ქვეყნებში თქვენ ალბათ შეარჩენთ, რომ მორიგეობით გამოდის კერძები. ჩამოივლით თქვა ჯერ ცხელი კერძი, მერე გაიტანენ, მერე სხვა კერძი. ეს ჯერ ერთი კულტურა არის და მერე მეორე არის უსაფრთხოება ჩვენი ჯანმრთელობის, იმიტომ რომ აი მარტივად რო ვთქვა, აი სალათები ყოველას უყვარს ოლივიე. ოლივიე მაიონეზით შეზავებული 6 საათია მისი შენახვის ვადა. საათს არის სუფრა გვაქვს უკან და ხო. 6 საათი და ოთახის ტემპერატურაზე რო ჩვენ ოლივიე დილიდან საღამომდე გვილაგია და ქორწილებში განსაკუთრებით ეს სხვა თემა. ესე დავსვამ კითხვას, აი ეხლა ეს კერძები რაც კადრში ჩანს ზუსტად ამაზე და ორჯერ მეტი გვაქვს სახლში ყოველას 31 დეკემბერს. როგორ გავაცხელოთ დარჩენილი კერძების რომ არ გაფუჭდეს, ანუ ესენი თერმულად დამუშავებული, აი თერმულად რო არის დამუშავებული, ეს კიდევ ნაკლები საფრთხე არის, ნუ შედარებით რისკის შემცირება, თერმულად დამუშავება. ხა პადრიჯნებზე და ნიგზიანებზე არ მაქვს საუბარი. დიასახლისებს ურჩევდი, რომ გარკვეული ინგრედიენტები მოდით შემოინახონ შემდეგი დღეებისთვის და ან მერე მოხარშონ, ან მოხარშული, მაგალითად ეხლა ბოსტნეული თქვა სტაფილო, ჭარხალი მოხარშული მდგომარეობით 18 საათი შეიძლება შეინახო. აი კარტოფილი მაგალითად 12 საათი შეიძლება შეინახო მოხარშული მდგომარეობით და ესე ჯობია და მერე შევაზავოთ ვინემ. ანუ ბოსტნეული უფრო ცოტა ხნით შეიძლება შევინახოთ ვიდრე ხორცეული?
კი, ხორცის შენახვისვა და 48 საათია. მე ვამბობ მოხარშულზე, გასეუფთავებულზე, დაჭრილს კიდე უფრო პატარა ვადა აქვს, მაგრამ მოხარშული აი გასუფთავებული ბოსტნეული რო შევინახოთ და მერე შევაზავოთ გამოყენების წინ დაუშვათ მაიონეზით ან სხვადასხვა ინგრედიენტით. და საინტერესო რომელი მზაკერძებია ყველაზე რისკიანი მეორე დღეს და საფრთხის შემცველი ესე ამ კერძებზეც რო გავამახვილოთ ყურადღება და შეიძლება და ესეთი დადგენილება არის ცოტა მოძველებულია, მაგრამ ნუ ეხლა მაცნე გოჯიზე დევს და ჩვენ ვიყენებთ ამ დადგენილებას, განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის შენახვის წესები და ნორმები, სადაც არის ჩამოთვლილი ნახევარფაბრიკატები, საოჯახო პირობებში მომზადებული ფარში, კრემიანი ნამცხრები, საკონდიტრო ნაწარმი და ასე შემდეგ, რომელთაც აქვთ გარკვეული ვადა, გარკვეულ ტემპერატურაზე და ნებისმიერ დიასახლის შეუძლია რომ ამოიღოს ეს დანართი და იხემძღვანელოს. მე მარტივად ვიტყვი მაგალითად ხორცი და ხორც პროდუქტების შევინახოთ 2-დან 6 ცელსიუსზე 48 საათის განმავლობაში, ყველი წათხის ყოლს რო ვეძახით 36 საათის განმავლობაში, აი სალათები ვახსენე 6 საათის განმავლობაში, ხორცის ფარში ასევე სახში მომზადებული 6 საათის განმავლობაში. კი. მოკლედ გამომწურავად შეიძლება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ უკვე მივდივართ დასასრულისკენ და რეზიუმე რო გავაკეთოთ, აი სამი რა რჩევა უნდა გაითვალისწინონ დიასახლისებმა, რომ ავირიდოთ თავიდან მოწამვლა, კარგად შევხვდეთ ახალ წელს და ჯანმრთელად რაც მთავარია და ეს პრობლემებიც რო ავირიდოთ თავიდან. მოკლედ გამოვიყენოთ უვნებელი ინგრედიენტები, გამოვიყენოთ სუფთა წყალი და ჰიგიენური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ხელები და შენახვის პირობები დავიცვათ აუცილებლად. თავისთავად. ასე თქვენ უკვე ისაუბრეთ ამ მომწურავად. და ქალბატონო თამა როგორც მივხვდი, არ არის საჭირო ამდენი კერძია ახალ წელს. მეორე დღეს, მესამე დღეს გადავანაწილოთ ეს ინგრედიენტები და გავაკეთოთ შემდეგ. ნელ-ნელა ვამზადოთ. კი. მადლობა ძალიან დიდი რომ იყავით დღევანდელი დილის აღის სტუმარი, ნამდვილად საინტერესო და საჭირო თემაზე ვსაუბრობდით. ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ჩვენი სტუმარი იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ქალბატონი თამარ ბერძენიშვილი. ჩვენ კი უნდა დავიმშვიდობოთ ანა ჩვენს მაყურებელს. წინ საინტერესო უქმეები მინდა რომ გისურვოთ, ასეთი იყო დღევანდელი დილის ტალღა, ჩვენ კი ერთმანეთს ორშაბათს შევხვდებით ზუსტად 9:30-ზე, ასე რომ დაგოლოდეთ. მადლობა რომ გვიყურეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ.